შუადღე მშვიდობის მოგესალმებით. დღე მშვიდობისა მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს. გამარჯობა. ძალიან კარგი რომ შემოგვერთით და დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ისევ თქვენს განკარგულებაში ვიქნებით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა თემებით, ასე რომ მოემზადეთ ამისთვის. ნახოთ ანონსი და გავიგოთ თუ რატომ უნდა გაატარონ ჩვენმა მაყურებლებმა ჩვენთან ერთად მომდევნო საათნახევარი. 29 სექტემბერს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. ერთად გავიცნოთ 15 წლის მწერალი ელენე მიქელაძე. ქველმოქმედება ადრეული ასაკიდან. გადაცემაში სტუმრად ქველმოქმედი თათია ემირიძე. დღეს გულის მსოფლიო დღეა, რომელია გავრცელებული დაავადება. თემაზე ვსვლად ისაუბრებს კარდიოლოგი ტარიელ ჯახია. და ბოლოს სამკაულის დიზაინზე გვესაუბრება ინგა მეგრელიძე. ასევე უნდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს გამოიწეროს ჩვენი Instagram და Facebook გვერდი და გამოგვიგზავნოს უკავშირი ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ გზავნილს. ეხლა კი რაც შეეხება სტუმრად სტუდიაში ვინც უნდა მოვიწვიოთ ამ თემის შესახებ, სტუმრად გვეყოლება და გვყავს ხელოვანი ადამიანი 15 წლის ახალგაზრდა მწერალი, მიუხედავად ასაკისა, მან უკვე გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შექმნა წიგნი, რომელიც სულ მალე მკითხველის წინაშე წარდგება. ეს არის გზა, რომელიც ახალგაზრდამ ავტორმა გაიარა საკუთარი ფანტაზიის, ემოციების და გამოცდილების ფონზე. დღეს ვეცდებით გავიგოთ, რამ შთააგონა ის, როგორ დაიბადა მისი პირველი ნამუშევარი და რა გზავნილები აქვს მას მკითხველთან გასაზიარებელი. სტუმრად მოვიწვევთ სტუდიაში ელენე მიქელაძეს მწერალს. შუადღე მშვიდობის ელენე მოგბრძანდით. დღე მშვიდობისა ელენე შემოგვიერთდი. გამარჯობა. ელენე, რა იყო ის ნაბიჯები, რაც აქამდე მიგიყვანა? 15 წელი არ არის, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი პერიოდი, მაგრამ არის თქვენი ასაკისთვის უმნიშვნელოვანესი. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცა საშუალება წარუდგინო საზოგადოებაში ჩემი წიგნი და ის მინდა რომ ვთქვა, რომ ეს წიგნი არ იყო დაგეგმილი. მქონდა ჩემი ჩანაწერები, რაზეც შემდეგ გადაწყდა, რომ გამოსულიყო წიგნის სახით, იმიტომ რომ მინდოდა ადამიანებისთვის მეჩვენებინა იმ თვალით დანახული ცხოვრება, რასაც ძირითადად ვერ ასწრებენ. და იმიტომ რომ ისეთი სიჩქარით მიდიან ცხოვრებაში, ის რაღაც პატარა დეტალები, რაშიც რეალურად ბედნიერება არის და იმალება, იმას ვეღარ ამჩვენ და ამიტომ რაღაცნაირად ვიფიქრე, რომ შეიძლება პატარა წიგნი, რაც შეიძლება იყოს ადამიანებისთვის შეხსენება. აი ეს ჩანაწერები რომელი წლიდან დაიწყე? 15-დან. 15-დან დაიწყე და წიგნიც გამოეცი 15 წლის ასაკში. კი, წერდი და ალბათ ასე 5 თვის მერე უკვე გადავწყვეტე, რომ შეიძლება წიგნს გამოჩვევ. თუმცა აქამდე რა თქმა უნდა გზა არსებობს, რომელიც უნდა გავიაროთ და ამ გზამ განაპირობა, რომ დაგეწერა და გადმოგეტანა ეს შენი შინაგანი ემოცია. აი როდის მიხვდი თუნდაც, სანამ დაწერდი, რომ აი ეს ყველაფერი გინდოდა გადმოგეტანა, მაგრამ შეიძლება რაღაც შეფერხება ყოფილიყო ცხოვრებაში და აი ეს ასაკი მოვიდა, როდესაც კალამი აიღე ხელში და დაიწყე წერა. ჩემს ნაწერებს კითხულობდა ჩემი ორი ახლო ადამიანი და ერთ-ერთმა მითხრა, რომ ისეთი ნაწერები გაქვს, უნდა გამოუშვა წიგნი. და მაგან მომცა იმის мотиваცია, რომ შემიძლია გამოცე წიგნი. ეს კი არა, რომ აი რაღაც პრობლემა, ანუ ამ სიტყვამ და შემოთავაზებმა უკვე თავში ჩამიდა, რომ მე გამოვცემ ამ წიგნს. და მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოვცე, იმიტომ რომ ესეთი ნაწერია. და აი იმის მერე უკვე წავიდა მუშაობა და თავში ის აზრები, რომ მე გამოვცემ წიგნს. და ამ 5 თვის განმავლობაში, როცა მე მუშაობდი ამ წიგნზე, გამოშვებაზე, დაბეჭდაზე, ყველაფერზე, სულ თავში მქონდა, რომ მე 2025 წელს გამოვცემ ჩემს წიგნს და ესეც მოხდა რა. რა ქვია წიგნს? 7 ხმები ყოველდღიურობაში. 7 ხმები ყოველდღიურობაში, ძალიან საინტერესოა. ცხოვრებაში ყოველთვის ასეთი თანმიმდევრული ხარ? ანუ აი დავგეგმე, გადავწყვიტე და 25-ში უნდა გამოუშვა წიგნი და გამოუშვა. სხვა რაღაცებშიც ასეთი ხარ თუ? კი, იმიტომ რომ ვისახავ, რომ ესე იქნება და მე მჯერა რომ ესე იქნება. და მაგრამ გამოუშვა. ჯერა თუ ახორციელე ნაბიჯებს? როცა მჯერა, მე უფრო მოტივირებული ვარ რომ განვახორციელო. პერსონაჟებზე გაგვიზიარე?
ჩემი წიგნი არა რომელიმე კონკრეტულ პერსონაჟს, ზოგადად ცხოვრებაზეა. აი თუნდაც ცხოვრების რაღაც დეტალზე, რომელშიც ინახება ბედნიერება და რაღაც სიხარული მადლიერებაზე, სიჩუმეზე, მეგობრობის ძალაზე და აი პატარა-პატარა ჩანაწერებია, რომელიც თითქოს არ მოგვეზრდება, მაგრამ აი ერთი წაკითხვით რო წაიკითხავ, ეგეთი რა, რომ დაგამახსოვდება ზუსტად. შეიძლება ერთი წუთით მაყურებელსაც ვაჩვენოთ. ალამაზი ყდა აქვს. მადლობთ. ვიზუალი ძალიან საინტერესოა, არ წერია არაფერი და წითელი კვადრატია გამოსახული. ყდაზე ვინ იზრუნდა? მე. ყველაფერი წიგნში მე და რეალურად აი მაღაზიაში ჩემთვის ძალიან დიდ როლს ასრულებს ყრდა. როგორ გამოიყურება? იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან იზიდავს რა რაღაც განსხვავებული და მე ვფიქრობ რომ ეს წიგნი არ არის როგორც typical როგორ არის? როგორ? typical. დამახასიათებელი. ხო, ну აი როგორც ნორმალური ყველა წიგნი ეგეთი არ არის რა ეს წიგნი ეგრე. ელენე, საინტერესოა 15 წლის ხარ ახლა, ხო? რა გამოცდილება მიიღა აი ამ 15 წლის განმავლობაში, ნუ ბუნებრივია გულისხმობ უკვე, როდესაც შენ შეძელი აზროვნება და დამოუკიდებლად მოქმედება ისეთი, რომ გადაწყვიტე, რომ ამხელა პასუხისმგებლობა აიღო თავზე, იმიტომ რომ შენ წიგნს ვინც წაიკითხავს, წიგნი მოახდეს მკითხველზე გარკვეულ გავლენას, ხო? რას მოგვითხრობს შენი წიგნი? ეს შენ რაც გზა და გზა აგროვე ცხოვრების გზაზე ის გამოცდილება არის თუ უბრალოდ შენი ფიქრები არის? რეალურად წიგნი არის მე როგორ ხედავ სამყაროს. შენი თვალით დანახული სამყარო. კი, და ალბათ ჩემი დანახული ეს სამყარო იმ ადამიანების დამსახურება, ვინც ჩემს გვერდით არიან. კი, ბატონო. და აი მე არასდროს არ მქონდა ჩემ ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა, მე მქონდა უფროს ხალხთან ურთიერთობა, რაც თითქოს აი ყველასგან ვიღებდი მის აზრებს და მე ჩემს ქმნიდი. თუ რა იყო ჩემი საბოლოო. კი, ბატონო. და მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანების დამსახურება მე ვისთან ერთადაც ეს პერიოდი გავატარე. შენ გექნება ერთ-ერთი უსაყვარლესი ფრაზა ან ამუნარიდი, რაც ამ წიგნში ხერაც გადავშალე, უკვე ძალიან საინტერესოდ იწყება და ცოტა ფსიქოლოგიასთანაც ახლოს არის. რომელია ის ღერძი, რომლითაც განვითარდა აბსოლუტურად ყველაფერი, რომელი ფრაზა? ალბათ ბოლოში რაც მიწერია, რომ საბოლოოდ ის უნდა ვთქვათ, რომ მე ვიცხოვრე. და ბოლოს, როცა ერთ დღეს სარკეში ჩავიხედავთ და საკუთარ თავს შევეკითხებით, როგორ გავატარე ეს დრო? თავარი იქნება, რომ გულწრფელად ვუპასუხოთ. მე ვიცხოვრე და არა ვიარსებე. ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი мотиваციაა შენი თანატოლებისთვის ეს ყველაფერი. როდესაც ამას წერა, რა თქმა უნდა, ახსენე ადამიანები, რომლებიც გვერდით დაგიდგა და შენი აი ეს მოწოდება უფრო მეტად მყარი გახადა, მაგრამ ამავდროულად არსებობენ მეგობრები ჩვენს სოციუმში და ალბათ უზიარებდი ამ ყველაფერს მეგობრებსაც. როგორი იყო მათი დამოკიდებულება? რომ მე ყველაფერს შევძლებდი და ყველაფერი გამომივიდოდა. რა კარგია ესეთი გარემოცა რო ყავს. კი, мотиваციას მაძლევდა იმათი რეაქცია ჩემს ნაწერებზე, იმიტომ რომ მათი რეაქციებით და მათი შეფასებებით მე უფრო მოტივირებული ვიყავი, რომ უფრო მეტი დამეწერა. და ის რომ მე დავწერ და ისინი ნახავენ და მინდოდა უფრო მაგათთვის დამეწერა, რომ მათ წაიკითხათ. და მე მივხვდი, რომ შეიძლება დავწერო უფრო მეტი აუდიტორიისთვის, ანუ საზოგადოებისთვის რა. გარდა იმისა, რომ სამოტივაციო ძალიან ბევრი ფრაზა არსებობს და არ არის მარტივი, მართლა ვიცხოვროთ და არ ვიარსებოთ. მანამ სანამ აქამდე მოვალთ, ჩვენ რაღაც პატარა ტკივილებიც უნდა გავიზიაროთ ერთმანეთის, ასევე ჩვენი განვლილი გზაც, ზუსტად როდესაც ტკივა, აი მაშინ იწყება ეს კათარზისი და მაშინ მოდის ბევრი სიკეთე. აი რა იყო დაუშვათ ის დასამახსოვრებელი მომენტი შენ ცხოვრებაში, რამაც გაფიქრებინა, რომ ცხოვრება მშვენიერია, იმიტომ რომ ლაღად როდესაც ვართ ყველაფერი, რა თქმა უნდა ისედაც მშვენიერია, მაგრამ როდესაც გარემოებაში ვხედავთ, რომ ვიღაცას უჭირს ტკივა, ისიც ხო ჩვენი ტკივილია და თუმცაღა შესაძლებელია მაშინაც დავაფასოთ ის, რომ კარგად ვართ და მადლიერები უნდა ვიყოთ ამ ყველაფრის. მე ვფიქრობ, ადამიანი მაშინ ხვდება ყველაფრის ფასს, როცა თითქოს ყველაფერი იკარგება და არა კარგად. და მე ახსენდება, რომ უირა კარგი იყო ის.
და მე მქონია ბევრი მომენტი, როცა მე ვფიქრია, რომ მე თავის დროზე არ დავაფასე და ეხლა უკვე აღარ მაქვს. და მე უკვე ვისწავლე, რომ შემდეგში, როცა მექნება, უნდა დავაფასო. რომ მე როცა დავრჩები ხელცარიელი არ მქონდეს იმის ის, რომ აი მე ვერაფერი ვერ გავაკეთე, მე არ დავაფასე. ვერ გამოვიყენე დრო. კი, და აი ჩემს გვერდით ისეთი ადამიანია, რომლის გამოც მე მზად ვარ ყველაფრის მადლიერი ვიყო. იმიტომ რომ აი ადამიანმა ისეთი ადამიანი გამომიგზავნა, ვისთვისაც მე ვფიქრობ ხალხი ბრძოლობს და მე ვფიქრობ რომ რადგან ეს მე გამომიგზავნა, მე ვალდებული ვარ ყველაფრის მადლიერი ვიყო და ყველაფერი დავაფასო. იმიტომ რომ მე ის მაქვს ცხოვრებაში, რაც შეიძლება სხვას არ ქონდეს. და მე ისეთი ცხოვრება შეიძლება მაქვს, რაც შეიძლება ბევრი ნატრობს. და მე აი სულ მაგაზე ვფიქრობ, რომ სხვას არ აქვს, მე მაქვს, დააფასე. რომ სანამ დრო გქონდეს რა. ელენე, ეს გზავნილის შენი თანატოლებისთვის, უმცროსებისთვის რაღაცა დიდებსაც შეუძლიათ რამე გამოიტანენ მაგეთან. ყველასთვისაა მე ვფიქრობ. აი ყველა საკისთვის მე ვფიქრობ რა რაღაცნაირად. თუ გიფიქრია ამაზე, ან თუ მიგიცია შენი თავისთვის უფლება, დაუშვათ იმაზე ფიქრის, რომ 10-15 წლის მერე შეიძლება თვითონ გადაშალო შენი წიგნი მაგალითად და რაღაცებს არ დაეთანხმო. ან თქვა, რომ პრინციპში რა არის ეს, ახლა უკეთესი დავწერე. ერთ წიგნზე ხო არ ჩერდებიან ხოლმე. ხო და დაწერს. ხო, ანუ მაინტერესებს ხო პროგნოზებს ყველა ვაკეთებ, ტადაბიერი მაინც მომავალში ცხოვრობს. ანუ მე ვფიქრობ, ეს წიგნი ისეთ რაღაცაზე დავწერე და ისეთი გზა მაქვს არჩეული, რომ ეს 15 წლის მერე არ შემეცვლება. იმიტომ რომ ეს წიგნი არის მადლიერებაზე, რაც ყოველთვის ცხოვრებაში უნდა გქონდეს, რა რაღაცის დაფასება, რაც გვაქვს. და მე ვფიქრობ, რომ რავი, ეს წიგნი რაღაცნაირად არ შემეცვლება. ნუ შეიძლება რაღაც ნაწლები შევცვალო, გავაკრიტიკო თავი და რაღაც, მაგრამ მე ხო, მაგ სუბიექტურ რაღაცებზე ლაპარაკობ. აი, მე ვფიქრობ, რომ ჩემო საკში მე ჩემი გავაკეთე. და ნუ აი ყველაზე მეტად ის გამახარებს, რომ აი 15 წლის მერე ჩემი შვილი დაიჭერს წიგნს, რომელიც დედამისმა 15 წლის ასაკში გამოუშვა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ მოტივაციას მივიწევ. აი როგორი თაობა მოდის, რა სასიხარულოა ჩვენთვის ბუნებრივია ამ წიგნს ყოველთვის ეყოლება შენი ასაკის მკითხველი, ხო? და მთავარი აუდიტორიაც ალბათ ის თაობა არის, რა ასაკშიც ახლა შენი მყოფები. საინტერესოა, რომ შენ როგორ ფიქრობ, როგორი მკითხველია მოზარდი? რა მოსწონთ, რისი წაკითხვა სურთ? რისი ამოკითხვა უნდათ ყველაზე მეტად, როდესაც ინტერესდებიან რაღაც გარკვეული ჩანაწერებით და წიგნებით? არ ვიცი. საერთოდ როგორ ფიქრობ, კითხულობს თუ არა მოზარდი? რეალურად რო ვისაუბროთ, რაღაც საზოგადოებას წიგნის კითხვა არ მოსწონთ. და იმ საზოგადოებაში შევდივარ მეც. იმიტომ რომ აი რაც უნდა გასაკვირი იყოს, აი რაღაცნაირად არ მაქვს სურვილი და მე წაიკითხო წიგნი? კი. და რაღაცნაირად გონია რომ არის დიდი და რაღაც და მაგიტო ჩემი წიგნიც გამოეშვა პატარა. და იმიტომ რომ აი მე როცა ვუყურებ პატარა წიგნი, აიც რომ მარტივად ჩქარა წაიკითხებ და ნუ რაც დაგრჩება თუ მოგეწონება არ მოგეწონება, მე იქნება რა. ხო, ეს ერთგვარი მარკეტინგული გათვლაც არის. კი, და აი რაღაც ისეთი გავაკეთე, რაც მე მომეწონებოდა სხვა წიგნში. და არ ვიცი, ალბათ ეხანდელი საზოგადოება უფრო სხვა რაღაცებიდან იღებენ მიცოდნას თუ რაც უნდათ ცხოვრებაში, ვიდრე წიგნიდან. და შეიძლება სამწუხაროდ მეც შევდივარ ამაში, მაგრამ თუ არ ვკითხულობ, მე მაინც ვწერ. და აი რაღაც მაინც მაქვს ამორჩეული, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მე აი ყველა მხრიდან აი ცოდნა და აი კითხვა და ყველაფერს ვაწვევით. ელენე, ასევე საინტერესოა წიგნში გათავსებულია ფოტომასალა. ეს თავად შენ გადაიღე? ეს ფოტოები არის თორნიკე ანთიძის, რომლის ფოტოებიც გამოყენებულია წიგნში. და რავი, საბოლოოდ აი მიზანიც ეგ იყო, რომ ფოტოწიგნი გამოსულიყო. ფოტოწიგნი გამოსულიყო. მე როგორც ვიცი, ეს წიგნი ძალიან მალე იქნება გაყიდვაში. გაგვიზიარე ეს ინფორმაციაც, მაყურებელს გაუზიარე. ჩემო წიგნმა აიღო ISBN კოდი, რითითაც ნუ აი გაყიდვა შესაძლებელი იქნება. ეხლა ხდება ბიბლუსთან მოლაპარაკება და ნუ ველოდებით უკვე დადებას რა.
წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. აპირებ თუ არა, ნუ პაატამ დაგისვა ეს კითხვა, მაგრამ მე კიდე სხვა მიმართულებით შევეცდები, რომ გავიგო შენი სამომავლო გეგმები, გააგრძელო ეს პროფესია და ელენე მოგვევლინოს როგორც წერალი არა მარტო ერთი წიგნის, არამედ მრავალი წიგნის. ბევრჯერ უკითხიათ და არ ვიცი. იმიტომ რომ ეს გითხარით, რომ ეს წიგნი არ იყო დაგეგმილი. ეს წიგნი თვითონ მოვიდა. ანუ თვითონ მოვიდა დაწერის სურვილი და ნუ აი არ ვიცი როდის რა სურვილი მომივა. ამიტომ ნუ შევხედოთ და მივყვეთ ცხოვრებას რა. ანუ რაღაც ასეთი მთავარი ინტერესები, რაღაც მიმართულებები ჯერ არ გაქვს არჩეული. მაქვს არჩეული მიმართულებები, მაგრამ ანუ რა სად შეიძლება გიხილოთ დაუშვათ 5 წლის შემდეგ და უპი რაღაც პროცენტული რაოდენობა. უფრო რა? უფრო კულინარიის მხრივ. ო, რა საინტერესო. ანუ ეს არ იყო, ანუ ჩემი ზრნი არ არის, რომ აი მწერლობას გავყვე. გითხარით, რომ ეს იყო ჩემი ჩანაწერები, რომელიც უბრალოდ გადმოვეცი წიგნის სახით და გავუზიარე საზოგადოებას. ანუ არ იყო, არ მაქვს ის მიზანი, რომ მე გამოვალ მწერალი და უფრო მივაწევი და რაღაც, იმიტომ რომ ცხოვრებაში სხვა გეგმები მაქვს, სხვა სურვილები და ნუ ეს შეიძლება, როცა თავისუფალი დრო მაქვს, მე დავწერო და თუ კარგი გამოვიდა, მე გამოუშვა საზოგადოებისთვის რა. შენ თანატოლებს რა კი ახლა აი ესეთი სიღრმისეული და ფილოსოფიური ნაწერი გაქვს ეს ყველაფერი შენს თანატოლებს შენ პირადად რა გტკივათ სასიხარულო ამბები ისედაც ვიცით და ვხედავთ ირგვლივ ჩვენ უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე ვივაწვიდოთ ხმა მაყურებელს შენს თანატოლებს ის რომ ისინი მარტო არ არიან თუნდაც და ყველას გვაქვს ეს პრობლემა რა პრობლემების წინაშე დგას ახალგაზრდობა ალბათ საკუთარ თავთან ვერ მეგობრობენ. ესე ვფიქრობ და ყველაზე მთავარი ცხოვრებაში რაც უნდა იყოს, ის არის რომ საკუთარ თავთან ვიმეგობროთ და დავალაგოთ ეს ურთიერთობა. როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ? ზოგადად მარტივია, როდესაც ჩვენ სიტყვებით ვაწვდით ამ ყველაფერს მაყურებელს, მაგრამ მარტივი არ არის ეს გზა გავიაროთ. აი რეალურად ყველა პრობლემას რო თავი დავარნებოთ აი სამყაროს რომ მოვწყდეთ სულ ჩებით ჩვენს თავთან და მე ვფიქრობ რომ აი უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის განხნევა და საკუთარი თავი პირველი უნდა იყოს რაც არ უნდა იყოს შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს ძალიან თული ხო აი რაღაცნაირად თითქოს შენ თავი გიყვარს და რაღაც და რეალურად უნდა გიყვარდეს იმიტომ რომ რეალურად შენ და შენ თავი ხართ რა და რეალურად შენ თავი არის შენთან ერთად და შენ თავი გადაგარჩენს და რამე მარტივი რეცეპტი არსებობს შეიძლება სხვადასხვა წიგნში საკუთარ თავთან მეგობრობა ეს თავი ჩემ საყვარელია და მიწერია ეგ მაგალითად ჩვენ ახან ჯერ არ წაგვიკითხავს და დღეს პირველად ნახეთ რომ და გაგვიზია რომ აი ავიღოთ 1-20 გრამი სიყვარული. კი, აი საკუთარ თავს ცოტა დრო უნდა დავუთმოთ და ისეთი უხეშები და მომთხოვნები არ უნდა ვიყოთ, როგორებიც ვართ. იმიტომ რომ სხვასთან თბილები ვართ და საკუთარ თავთან არა. რა იცი, უცნაურად ჟღერს, იმიტომ რომ არც ერთი არ გიქონდა საკუთარ თავს მაინც და მაინც დასრულებად, მაგრამ ნუ ბიოლოგიურად და კალენდარით 100. და ეს გვაიძულებს იმას, რომ რაღაცებზე უფრო ხშირად ვიფიქროთ, ვიდრე გვინდა თუ არ გვინდა, ხო? ვიდრე გვინდა პრინციპში. იცი, ასე გვასწავლეს, რომ უნდა იძულება. შესაბამისად, როდესაც ვამბობ, თავი უნდა გიყვარდეს, გამოდის, რომ უნდა ვაიძულო საკუთარ თავი მიყვარდეს, როგორ შეიძლება თან ვაიძულო და თან მიყვარდეს, იმიტომ რომ ეს საკმაოდ საპირისპირო ცნებებია. იძულება და სიყვარული. ნუ აი ცხოვრებას მიყვები და მე საბოლოოდ მიხვდები რომ საკუთარ თავის გარდა არავინ არ გრჩება. ანუ ეს სადღაც მე შეიძლება გავიაზრო და ინდივიდუალურია თუ არის რაღაც წერტილი აი 30 არა მე ვერავის ვერ ვეტყვი რომ აი მიდი და შეიყვარე შენი თავი, იმიტომ რომ შენზეა დამოკიდებული. კი ბატონო. მაშინ გამოდის რომ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის მოსმენა. კი, აი მოусმინოთ. აი სხვას უსმენ ჯდები მის პრობლემას დაჩექი და შენ თავსაც მოусმინე. და რეალურად ანუ შენი თავის აზრებია რა, პირველი და მნიშვნელოვანი. ანუ განმარტოება გჭირდება? საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. კი, ალბათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი.
ძალიან დიდი რამეა დამოკიდებული ოჯახზე, რომ არა შენი მშობლები და შენი გარემოცვა, შეიძლება ესე არ გეფიქრა და იმ ადამიანებს, რომლებსაც დაუშვათ უჭირს, ან არ დაფიქრებულიყავი, კი ბატონო, იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ეს კომფორტი არ აქვს, ასე ჩვენ ვისაუბრეთ და ეს ბედნიერება არ აქვს, ძალიან უჭირდეს ამ სიტყვების მოსმენა. ანუ რა როლი ითამაშა შენი ოჯახის წევრებმა, მშობლებმა, რომლებმაც აგზარდეს? მშობლებმა თავიდანვე ჩამიდეს მადლიერება. ყველაფრის მადლიერება, დაფასება და აი ბავშვს რასაც უდებ თავიდანვე ის მოყვება. და აი ძალიან დიდი როლი ითამაშეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცხოვრების დეტალები მასწავლეს. ისინი არ მომყვებოდნენ, მაგრამ აძლევდნენ მიმართულებას. აი როგორ მოდი ერთი პატარა მაგალითი გაუზიაროთ მაყურებელს და ჩვენც როგორც მშობლებს. კი, აი თუნდაც რასაც გაცემა. აი სულ მქონდა ის, რომ მე უნდა გავცე, თუ მინდა რომ მივიღო. მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ შემეძლო გამეცა იმის გარეშე თუ რა მინდა მე. ანუ სურვილის გარეშე გამეცა, უბრალოდ გამეცა. უანგაროდ. კი, აი უბრალოდ გაიცი, ანუ ის მქონდა თავში, რომ უნდა გავცე. უნდა გავცე მეტი სითბო, სიყვარული და თუ მინდა ვიღაცისგან რაღაც ავიღო, მაშინ უნდა ჩადო რაღაც. აი თუ მინდა ადამიანისგან რაღაცა, უნდა ჩადო ის, რაც გინდა მე აიღო. ანუ რაღაცა უნდა გასცე, რომ მიიღო და არაფერი არ მოდის ისე რომ აი მინდა და მოვა. თუმცა ამბობენ რომ უანგაროდ კი, მაგრამ მაინც გენიალურობა არის იმაში, როდესაც ჩვენ არ ველიცხვებისგან უკავშირს და ამ სიკეთეს და ამ სიყვარულს ვდებთ უანგაროდ. კი, და ეს თანდაყოლილია, მე ვფიქრობ. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც გასცემენ იმისთვის, რომ მიიღონ. კი ბატონო. და ისე არ გასცემენ, იმიტომ რომ არ მიიღებენ. ანუ მოგცემ, მომეცი, სოიგრე, მაგრამ მე უბრალოდ მე ვფიქრობ, ეს რადგან გულიდან მოდის, უფრო მარტივია ჩემთვის ეს გაცემა, იმიტომ რომ მე არ ველოდები სხვისგან. და თუ მივიღებ, დავაფასებ და კიდე გავცემ. და აი როცა გულიდან მოდის ეს გაცემა, რაღაცის გაცემა, სითბო, სიყვარულის, ან ყველაფრის გაცემა, ეს უფრო მარტივია. როცა გულიდან არ მოდის, ძნელად გასცემ და ელოდები. და აი რა მე ვფიქრობ, რომ მე გულში მიდევს რაღაცის გაცემა. იმიტომ რომ რაღაც ისე მიდის რა. რა მაინტერესებს, ცი ახლა რო გისმენ, ისეთი შთაბეჭდილება ვრჩება, რომ იმდენად აი დათვლილი, კარგად ითვლი რაღაცებს, რომ თითქოს და ერთი ასე მარტივი შეხედვით არ რჩება ადგილი სპონტანურობისთვის, მაგრამ არ ამგონია ახლა თან მithumetas 15 წლის ასაკში რაღაც სპონტანური სურვილები და მოქმედებები არ გაგაჩნდეს და რაში ხარ მაგალითად სპონტანური? თუნდაც ციგნის დაწერაში უცებდა და დაწერა ციგნი. და რეალურად ჩემი გადაწყვეტილებები ხდება უცებ. უცებ. ყველა გადაწყვეტილება. იმიტომ რომ გულით მოდის. როდესაც გულით მოდის, მაშინ არ ფიქრობს გონება ძალიან ბევრს. და როდესაც სპონტანურად ხდება, ხშირ შემთხვევაში და არის ეს სიკეთის მსახურებაში ეს ყველაფერი ყოველთვის ამართლებს. მე მიყვარს სპონტანურობა, უბრალოდ რა თქმა უნდა, ყოველთვის არა, ხანდახან დაფიქრება გუმართებს. გათვლილი სპონტანურობა აღარა. როცა თვლი არა, სპონტანურად როდესაც ხდება და არ გაქვს ეს გათვლილი და უცებ მოგთხოვა შინაგანმა ემოციამ, რომ წიგნი დაგეწერა, აი ეს გამართლებადია, იმიტომ რომ ემოცია ამოიტანე. კი, აი ესეთი აი უცებ ყველაფერში სპონტანურობა, მე ვფიქრობ, რომ ცოტა ცდები ცხოვრებას. იმიტომ რომ რაღაც ძალიან ჩქარა იღებ გადაწყვეტილებას, და მე არ ვფიქრობ, რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ამან. მაგრამ რაღაცეებში შეიძლება. თუ აი ბოლომდე ენდობი შენ გულს. და როცა ბოლომდე ენდობი შენ გულს, იცი რომ ყველაფერი იქნება კარგად. და რაც ჩაიფიქრე, ის გამოვა რა. ну აი როცა აი ცოტა ისე უყურებ რომ აი არ ვიცი აი მე ეს რაღაც გლობალურ საკითხებზე მაგრამ ხო არის რაღაც ყოველდღიური რაღაცები ნებისმიერი მოქმედება რაც ხარნერ დიდ პრობლემებს არ იწვევს ხო აი არ ვიცი მე მქონია ბევრი ესეთი გადაწყვეტილება აი ძალიან მარტივად
მე ვიცი რომ ადამიანები თმის შეჭრაზე ძალიან დიდი ხანი ფიქრობენ. მე ღამე მომივიდა რომ მე მინდა რომ გადავიპარსო და მეორე დილას მე გადავიპარსო თმა. ანუ მე არ მაქვს ის რაღაც ფიქრები. როცა მინდა თითქოს როცა კი ანუ არის უნიშნელო საკითხები, სადაც საერთოდ არა აუცილებელი ბევრი ფიქრის ადგილი და დრო დაუთმოთ. იმიტომ რომ ცხოვრება მიდის და ის თმაც ამოვა, ხო? აი როცა ცხოვრება მიდის, აი გამოსწორდება რა თავისით, გამოასწორებს, შეიცვლება, მაგრამ აი როცა ისეთი რაღაცა რაც შენ უნდა გააკეთო, იმას ცოტა უნდა დაფიქრდე. იმიტომ რომ შეცდომის გამოსწორება მე ძნელია. ვიდრე გაკეთება. ელენე ძალიან საინტერესო სტუმარი ხარ და მე ვფიქრობ რომ ახლა ჩვენ უფრო ჩავუღრმავდეთ ცხოვრების ყოველდღიურობას და ასე შემდეგ დრო არ გვეყოფა გადაცემის. ამიტომ ამჟამად უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. და წარმატებებს ვუსურვებთ ელენეს და ძალიან ბევრ კითხვებს გისურვებთ პირველ რიგში. დავემშვიდობებით სტუმარს და რამდენიმე წამი შეისავ დავბრუნდებით. კი ბატონო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ძალიან საინტერესო თემით ვაგრძელებთ გადაცემას. ნუ ისე გამოდის, რომ ჩვენს წინა სტუმართან დიალოგის ბოლოს, რაზეც ვისაუბრეთ უანგარო სიყვარულზე, უანგარო დახმარებაზე, ურთიერთობაზე, გაცემაზე, ფაქტობრივად სწორედ ამ საკითხს ვაგრძელებთ ისევ და მე მაინტერესებს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ ქველმოქმედი, რაიმე თუ გაგიკეთებიათ ადამიანისთვის ისე რომ თქვენ არ მოელით მათგან რაღაცას. ეხლა ისეთ კითხვას მისმევ, არ მიდგომს ეს ხმამაღლა და მიწევს რომ თქვა. მოკლედ არის ხოლმე ხშირად სოციალურ ქსელში ძალიან ესეთი ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე და როდესაც აი ამას ვკითხულობ, არ შემიძლია, ნუ ყოველთვის ვერ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რაღაც ჩემი მიზერული თანხით დამიხმარო ადამიანებს. კი ბატონო. არა, მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა ვისაუბროთ ხოლმე ხმამაღლა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სიკეთე არის გადამდები და ეს არ უნდა დასრულდეს არასდროს. მე შენ სოციალური ქსელი ახსენე და მადლობა ინტერნეტს ამისთვის, რომ დღეს გვაქვს საშუალება რომ მივიღოთ მარტივად ინფორმაცია თუ ვის ვჭირდებით, ვის სჭირდება ჩვენი დახმარება და არ აქვს მნიშვნელობა რა სახით შევძლოთ დახმარებას, ეს იქნება უბრალოდ სიტყვიერი ფიზიკური თუ ასე შემდეგ. თავარია, კი ბატონო, თავარია რომ გქონდეს სურვილი იმისთვის, რომ ერთმშვენიერ დღეს ჩვენი რაღაცა პატარა წვლილით გავაბედნიეროთ სხვა ადამიანი. ძალიან მიხარია, რომ ამ თემაში განსაკუთრებით მოზარდები არიან ხოლმე აქტიურად ჩართულები. და ეს ძალიან სასიხარულო არის. სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. უნდა გაგაცნოთ თათია ემირიძე, რომელმაც ქველმოქმედება ძალიან ადრეული ასაკიდან დაიწყო და მან ძალიან ბევრი ოჯახი გადაარჩინა უანგაროდ. მოდი შემოგვიერთდეს ამ სიკეთის ავტორი და მასთან ერთად გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი. ქველმოქმედი თათია ემირიძე. შემოგვიერთთ თათია დღემშვიდობისა. გამარჯობა. პირველ რიგში მიხარია რომ ამ თემით ხართ დღეს ჩვენი სტუმარი და გვიწევს ამ თემაზე საუბარი. ახლა ხარ როგორც ვიცი, ნუ ზრდასრული უკვე, მაგრამ ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყე ქველმოქმედება. რა იყო შენი мотиваცია, რატომ გადაწყვიტე, რომ უანგაროდ დაეხმარო მრავალ ოჯახს, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი საკუთარი სახსრებით გადაარჩინო არაერთი ოჯახი სხვების დახმარების გარეშე, მაგრამ ალბათ ბუნებრივია გზადაგზა ბევრი ადამიანი შემოგიერთდა. მოდი დავიწყოთ სულთავიდან, როგორ დაიწყე ქველმოქმედება? სულთავიდან ეს არ იყო მარტივი. ეს გადაწყვეტილება ესე უცებ სპონტანურად არ მოსულა. ბავშვობიდანვე მქონდა იმის განცდა, რომ აი მე ვიღაცას უნდა დავეხმარო. არ ვიცი როგორ, უბრალოდ ერთ დილით, ანუ ერთ დღეს გავეღვიძე და მოზღოვებული სურვილი მქონდა. ამ ყველაფრის დავიწყე მოძიება. საიდან უნდა დამეწყო? თან იმდენად ჩემთვის მალავდი ამ ყველაფერს, რომ მინდა და სანამ მიზანს არ მივაღწევ, მოდი მანამდე არ ვიტყვი ამ ყველაფერს. ხო, ხმამაღლა არ მინდოდა ამ ყველაფერზე საუბარი. ვიყავი 18 წლის, სრულიად შემთხვევით, სოციალური ქსელის საშუალებით, შემხვდა რაღაც ვიდეო, იმდენად
აი როგორ გითხრათ, გული მეტკინა ეს ყველაფერი რომ ვნახე, იმიტომ რომ დავინახე პატარა ბავშვები, რომლებსაც შიოდათ, ციოდათ. იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ აი გადავწყვიტე, რომ აი ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთო. და ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ აი მე შემიძლია ამ ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად და მაშინ დავიწყე ეს ყველაფერი, ანუ 18 წლისამ გადავწყვიტე, რომ ეს გამეკეთებინა. რესურსი როგორ მოიძიე, იმიტომ რომ არ არის მარტივი. პატარაობიდანვე ვარ ძალიან დამოუკიდებელი. 15 წლის ასაკიდან უკვე მუშაობდი და საკუთარი შემოსავალი მქონდა და ყველაფერი მქონდა საკუთარი, რა თქმა უნდა, ოჯახის მხარდაჭერით. ჩემი ფინანსებით, ჩემი რესურსებით ვაგროვებდი ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ძალიან ახლო და ვიწრო წრეში, ანუ ვინც ჩემი ახლობლები, მეგობრები, ნათესაობები არიან, აი იმათ ვეუბნებოდი ხოლმე, რომ აი მაინც მერიდებოდა, ვერ შევაწუხებდი ხალხს მაგისთვის. ვაგროვებდი საკვებს, თანხას, მე თვითონ ვაკეთებდი დანაზოგს, რომ აი ეს ამისთვის დამჭირდება, ეს ამისთვის დამჭირდება და ეგრე ვაკეთებდი მაგ ყველაფერს. თუმცა ძალისხმევად ჭირდებოდა ძალიან დიდი, რადგან მარტო ვაკეთებდი და დამოუკიდებლად ეს დაახლოებით 1 თვე მაინც მჭირდებოდა. ხანდახან 2 თვეც მჭირდებოდა, კი. ესე ნენელა საკუთარი სახსრებით, საკუთარი ხარჯებით ვაკეთებდი ამ ყველაფერს და ვაგროვებდი, აი მთელი გულით ვაკეთებდი ამას. შვენიერი თათია, თუ გქონდა ის განცდა, ან ფიქრი, რომ რაც უფრო ჩაეძიებოდი და რაც უფრო მოიძიებდი, შენი რესურსები უფრო ნენელა გაიზრდებოდა და უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვდა და თუ გქონდა რაღაცა ისეთი ფაქტორი, რომ შეშინდი ან იფიქრე, რომ აი შეიძლება ვერ გავართვა ამას თავი და თუ დაგჭირდა მე ადამიანების დახმარება, არ გქონია. არასდროს არ მქონია ამის განცდა. ვფიქრობდი, რომ ეს იმდენად კარგი რაღაც არის და ეს იმდენად კარგი საქმეა, რომ არა, უკან ვერ დავიხევდი, რადგან დავიწყე, მინდოდა რომ ბოლომდე მივსულიყავი და ესე უკვე გადის წლები და ეს განცდა არასდროს არ მქონია და დარწმუნებული ვარ, არასდროს არ მექნება. თათია, რა პროფესიის ხარ? პროფესიით სამედიცინო განათლება მაქვს. აი კლასიკური დამხმარე პროფესია. კი ბატონო. ესაც იყენე. რამდენ ოჯახს დაეხმარე, ალბათ გათვლილი გექნება ყოველ სპორტსმენიც ვარ, ეს რაღაცა შრომა ყველაფერი ხო. ძირითადი სამსახური რა არის და მაგალითად რო თქვით, რომ თავიდანვე მუშაობდი, რა პროფესიები გამოიცვალეთ, სანამ დავუშვათ. მიმუშავია გაყიდვების მენეჯერად. აი, ყველგან მიმუშავია თითქმის. თავარია ხო, ასაკის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა და მთავარია ყოფილიყო ეს ჩემთვის საინტერესო საქმე. კი ბატონო, ამ გზაზე, აი, რაც მოკიდეთ ხელი ამ ქველმოქმედებას, რა მაინტერესებს, დავუშვათ, ყველამ ვიცით, ხო, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში, ქალაქში, რომ არსებობს ბევრი სხვადასხვა ორგანიზაცია, რომელიც ამაზე სისტემატიურად მუშაობს. თუ გითანამშრომლია თვათთან, ან თუ აპირებთ სამომავლო თანამშრომლობას, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთად უკეთესია, ხო, ბევრი რო ვართ, ინფორმაციაც ადვილად ვცემდება და ასე შემდეგ. კი, არ მითანამშრომლია. ზოგადად არც მქონია ეგ ფიქრი, რომ მოდი ვიღაცას, არა, მე მინდოდა, რომ აი ამას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ აი ორგანიზაციებს მივაწვდინო ხმა, ან მოდი ერთად გავაკეთოთ, არა, ეს გულიდან მოდის. ანუ შინაგანად ყოველთვის მინდოდა, რომ ეს გამეკეთებინა და ანუ მარტო და ეხლა სამომავლოდ ვფიქრობ, რომ მე თვითონ მქონდეს საკუთარი ორგანიზაცია. თათია, ამდენი წელია ეხმარები ოჯახებს, უკვე რამოდენიმეჯერ ვახსენეთ, ალბათ ყველაფერი გაწერილი გაქვს და ამ წლების განმავლობაში რამდენი ოჯახია, რომელსაც დაეხმარა? დაახლოებით არის 8 ან 9, ოღონდ მრავალშვილიანი ოჯახები და ძალიან ბევრი ოჯახის რომელსაც სისტემატურად ეხმარებიან. სისტემატურად ხო, სისტემატურად გეტყვით ახლა როგორ ხდება ეგ ყველაფერი. როცა ვიპოვი ოჯახს, ძირითად შემთხვევაში არიან ობლები, ან დედისგან მიტოვებული ბავშვები, რომლებსაც მხოლოდ მოხუცებებია ზრდის, რომლებსაც მართლა არაფერი არ გააჩნიათ, ანუ ძალიან მინიმალური საარსებო წყაროები აქვთ. და ყველა ოჯახში, სადაც ყოფილვარ, მინიმუმ 4 ბავშვი არის, ანუ 4 ბავშვი და ზევით.
ანუ მოვიდა დრო, ეს ყველაფერი მაყურებელმაც გაიგო, უკვე მარტო აღარ ხარ და ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს ახლა ჩვენ და ალბათ აი ამ ადამიანებში შენაირი ადამიანი არსებობს, რომელსაც უნდა რომ დაეხმაროს ამ უსაყვარლეს ადამიანებს და სად შეიძლება მაგალითად რომ მოგწერონ, გაქვს სოციალური გვერდი, თუ აპირებ რომ გახსნა. სოციალური გვერდი მაქვს, ანუ Facebook-ზე ესე ქვია ერთად სიკეთისთვის, ეს არის თავარი სახელი ამ ყველაფრის. ისედაც შეუძლიათ რომ პირად შეტყობინებებშიც მომწერონ, პირიქით მთელი გულით გამიხარდება და აუცილებლად ვისაც ექნება დახმარების სურვილი, ერთად გავაკეთებთ ყველაფერს. საინტერესოა, თათია შენ ახსენე რომ ოჯახებში სადაც შენ მიდიხარ 4 ბავშვი და ზევით, ანუ მრავალშვენიანი ოჯახები არიან. ალბათ, ნუ ასაკობრივი, ალბათ არა სავარაუდოდ ასაკობრივი სხვაობაც იქნება. გარდა იმისა, რომ საარსებო წყარო არ აქვს და უჭირთ გარდა ამისა, კიდე რა პრობლემები არის, რასაც შენ წააწყდი, რაც შენიშნა, თუნდაც სწავლის მიმართულებით, რა პრობლემებს აწყდებიან? ის რაც რომლის მოგვარებაც, აი ჩვენი ჩართულობით, ჩვენი დახმარებით შეიძლება რომ მოგვარდეს. ელემენტარული, აი სკოლის მოსწავლე არის ბავშვი და უბრალოდ არ აქვს ნივთები სკოლისთვის, არ აქვს წიგნები, ჩანთა. ანუ საკანცელარიო ნივთები არაფერი საერთოდ. ესეც კი უქმნის მას დაბრკოლებას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვერ ღებულობს შესაბამისი დონით განათლებას, როგორც უნდა მიიღოს, იმიტომ რომ არ აქვს ანუ შესაბამისი აღჭურვილობა, ისე რომ ვთქვათ, და ნივთები და ყველაფერი. ვერ დადიან სკოლაში იმის გამო, რომ ფეხსაცმელი არ აქვთ. ტანსაცმელი არ აქვთ. უჭირთ. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს პრობლემაც მოგვარებული იყოს, რადგან ანუ როცა მივდივარ, ყველაფერი მაქვს, საერთოდ ყველაფერი. ანუ ელემენტარულ თემაზეა საუბარი, რაც არის საარსებო წყარო და ყველა ადამიანს შეუძლია, რა თქმა უნდა, გვერდში დაგიდგეს, ასევე ჩვენც და გავახაროთ ეს ადამიანები. არა მარტო დასრულები, მოზარდები, ალბათ მშობლებიც არიან. აი მათ რა აწუხებთ გარდა სამოსისა, ალბათ ცოტა ვაწყდებით კიდევაც, შეიძლება ძალადობაც იყოს, აი მე ფსიქოლოგიური პრობლემაც იყოს. აი ამ კუთხით როგორ ეხმარები ხოლმე? ფსიქოლოგიურ პრობლემებს ახლა მე ვერ დავეხმარები, მაგრამ დახმარება ძალადობის შემთხვევაში, იმიტომ რომ შეიძლება რა კი გვერდიც გაქვს, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგმართოს, რომ აი გთხოვ დამეხმარე, თუნდაც აი ამის მსხვერპლი ვარ და დამახსნევინე თავი, იმიტომ რომ როდესაც ხშირად გვაქვს ეს გვერდები, მე ბევრჯერ მსმენია, ძალიან ბევრი შეტყობინება მოდის და ფიზიკურად ვერ მოახერხებ, რომ ყველას დაეხმარო. და როგორ ახერხებ თუნდაც ამ სიტუაციაში თავი აარიდო, თუ მაგალითად არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. შემთხვევა, ანუ არ მქონია, მსგავსი გამოცდილება არ მაქვს, თუმცა სამომავლოდ მე არ ვიცი ხარ რა მოხდება ხო, მსგავსი გამოცდილება რომ მქონდეს, ან მსგავს შემთხვევას რომ წავაწყდე, უყურადღებოდ ნამდვილად არ დავტოვებ, იმიტომ რომ არავინ არ იმსახურებს ცუდად მოპყრობას, ყველანი ადამიანები ვართ და თუ კი მე მექნება იმის შესაძლებლობა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში ადამიანს გვერდში დავუდგე და მას ის ხედავს ჩემში იმედს, რახან მე კონტაქტება, ამიტომ ამ იმედს ბოლომდე გავუმართლებ. აღარ იქნება უკვე მარტო ჩართულობა აღარ იქნება, რა თქმა უნდა. სხვა ადამიანებს. რა თქმა უნდა, ანუ ყველაფერს მივიღებ, მაგრამ ხო, მაქსიმალურად ვერდი დავუდგებ. რაც ვახსენე, ამაზეც საინტერესოა პასუხი როგორ იქნება, როდესაც ხედავენ რომ ერთ ადამიანს ეხმარები მეორეს, მესამეს, ძალიან ბევრი შეტყობინება მოდის. აი აქ როგორ ხდება, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში გადახარისხება, იმიტომ რომ შეუძლებელია ფიზიკურად, რომ ყველას დაეხმარო. ეს მომენტი არ მქონია. ალბათ უფრო შუალედი მქონია ორკვირიანი, თუმცა მე მივდივარ სამტრედიაში, მივდივარ ოზურგეთში, არ აქვს მნიშვნელობა, სად მომიწევს წასვლა, მივდივარ ყველგან საერთოდ. ამ დროს ვფიქრობ, რომ ვერაფერი გამაჩერებს, ანუ ყველგან მივდივარ ამ დროს, სადაც შეიძლება. გადანაწილება ხდება, აი მქონია ესეთი შემთხვევა, რომ რაღაცნაირად იმას უფრო მეტად დასჭიროებია იმ დროს და უფრო სწრაფად წავსვარ, მე მქონია ესეთი გამოცდილებაც, რომ ზუსტად 3 დღეში გამიკეთებია ყველაფერი, რასაც ვანდომებ 2 კვირას ან 1 თვეს. ზუსტად 3 დღეში გამიკეთებია ეს ყველაფერი, იმდენად მძიმე იყო ეს მათი ყოველდღიურობა, რომ მართლა ვერ გავჩერდებოდი. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებისთვის ძალიან დიდი იმედი ხარ, ალბათ მეგობრული ურთიერთობებიც ჩამოგიყალიბდებოდათ, ხო? აი როგორია ეს თქვენი მეგობრული ურთიერთობა, რაზე საუბრობენ ხოლმე თქვენთან?
შეუძლიათ გულახდილად ისაუბრონ ყველაფერზე, იმიტომ რომ ხედავენ ჩემში იმედს და ალბათ იმ ადამიანს, რომელთანაც შეუძლიათ იყვნენ თავისუფლები. ბოლოს შემთხვევას გავიხსენებ, ძალიან საყვარელი დებს ვესტუმრე. და იმდენად თბილი და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, იმიტომ რომ აი საოცარი ბავშვები არიან ნამდვილად. რომ აი სოციალურ ქსელში მოგიკითხავენ და ინტერესდებიან შენი ამბით, მეც ძალიან მიხარი ამ დროს უფრო ბედნიერი ვხდები, არ ვიცი. და ხო, აი ისეთი მეგობრულ ურთიერთობას აი მართლა ვცდილობ მთელი გულით, რომ მე რა მე ერთხელ ვიყავი, მაგრამ კიდევ მოვალ, გაგიჭირდება, დამირეკე. მე მინდა რომ მისთვის ვიყო იმედი. თათია, შენი გამოცდილებით ახლა, როდესაც რამდენიმე 10-ზე, 20-ზე ოჯახზე ლაპარაკი, ყველაზე ხშირი, ასე ვთქვათ, მიზეზი შენი სუბიექტური თვალით რა არის იმისი, რომ ეს ადამიანები ამ დღეში არის. ანუ იქაც დაუშვათ რამდენიმე თაობაში პრობლემაა და ამიტომაც ერთ-ერთი ვერ დასაკდა წინათაობიდან თუ რაღაც ცხოვრებისეული ტრავმების შედეგი უფროა რომ ძირითად შემთხვევაში არის ცხოვრებისეული ტრავმები. ობლები არიან ძალიან ბევრი, ანუ ძირითადად არიან ობლები, ძირითადად არიან დედისგან მიტოვებული ბავშვები, რომლებსაც უბრალოდ მამა გარდაიცვალათ და დედა მიატოვა და წავიდა და ზრდის ბებია, ან ზრდის მხოლოდ ბაბუა. რა მხოლოდ ტრავმაა. ხო, ეს არის ტრავმა, კი. მე თვითონ გაზრდილი ვარ ბებია ბაბუის და ეს თემა ძალიან ახლოს არის ჩემთან, იმიტომ რომ მე ვიცი როგორი სიყვარულით იზრდებიან ბავშვები ბებიასთან და ბაბუასთან და როცა ვხედავ რომ აი მხოლოდ ბებია უვლის სამ მცირეწლოვან შვილიშვილს ყველაზე დიდი შინაგანი გამოძახილი მაშინ მეწყება რომ აი აქ უნდა წავიდე პირველი. მაშინ მეწყება თორე. და მათ ყველაფერი ამახსოვრდებათ ბავშვობაში აი ეს საჩუქრები ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება დარწმუნებული რომ გაიხსენებენ და შემდეგ თვითონაც ამ სიკეთეს გადასცემენ სხვას. დიდი იმედი მაქვს რომ ეს ესე იქნება მართლა სიხარულის აი როგორ გითხრათ სხვანაირად ბედნიერი თვალებით გიყურებენ მაგ დროს. მათ უზომოდ უხარიათ, მაგრამ მე ძალიან სევდიანი ვარ, როცა ამ ყველაფერს ვხედავ და ვუყურებ. ნახლო წლებში შენ სამედიცინოს დაამთავრებ საბოლოოდ, ხო? ჯერ 6 წლიანი სწავლა ვიცით და მე ესთეტიკური მედიცინის განხრით ხო. ანუ გაპირებ მაგ პროფესიაში დარჩე. კი, ეხლა მაგ პროფესიაშიც ვარ უკვე. ანუ პარალელურად. კი, ბევრ რამეს ვაკეთებ პარალელურად. ხო, ანუ რასაო ვიცი, ახლა გავიგეთ ამ მომენტში და სამედიცინო სფერო ისეთია, რომ ხანდახან კვირაში 9 დღეს მუშაობ. კი. მე ამ შემთხვევაში ისევ და ისევ უბრუნდები იმას, ის ადამიანები, ვინც შენს გარშემო გაერთიან და გაერთიანდება, ალბათ რაღაც საქმის გადანაწილება მოგიწევს იმათთვის, იმიტომ რომ ფიზიკურად მაგის დრო არ გიქნება. საკმაოდ სწორად ვანაწილებ დროის მენეჯმენტს, ჯერჯერობით არ მიჭირს. ამიტომ თუ პრობლემა იქნება. ხო, გეგმო რაღაც. კი, აუცილებლად გააზრებულად, როგორც აქამდე მოვდიოდი გააზრებულად, მსგავსად გააზრებულად გავაგრძელებ მაგ ყველაფერს. როგორ ფიქრობ, ჩვენი ადამიანები ჩვენთან ქვეყანაში საზოგადოება ვართ ისეთები, როგორიც დაუშვათ ხარ შენ? ანუ მზად ვართ იმისთვის, რომ დავიხმაროთ ყველას. თუ რაღაც ნაწილი უბრალოდ ვღებულობ სხვისგან და მცირე რაოდენობის ადამიანებზე ვარ დამოკიდებული, ვინც გასცემს. მესმის, მე ჯერა რომ ყველა ადამიანს, აბსოლუტურად ყველა ადამიანს გულში სიკეთის ნაპერწკალი აქვს. ყველას მთავარია სურვილი, მთავარია მონდომება, თორე აბსოლუტურად ყველას შეუძლია რომ ეს გააკეთოს. აი შენ გაუღვივებ ახლა ამ ნაპერწკალს სხვა ადამიანებს. დიდი იმედი მაქვს რომ ამ ნაპერწკალს გაუღვივებ. კი ბატონო, დიდი იმედი. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან ბევრი კარგი საქმე გეკეთებინოს, ამის ძალა და ღონე გქონოდეს და ჩვენ გაგვიზიარებ ამ სიახლეებს და აუცილებლად მოგიწევთ კიდევ სტუდიაში. და შევახსენოთ კიდევ ერთხელ მაყურებელს, თუ სად შეიძლება რომ დაგიკონტაქტოთ იმ შემთხვევაში, თუ აი სწორედ ის ნაპერწკალი გაუღვივდება და გაიღვიძებს თითოეულ ჩვენგანში, რომ გავაკეთოთ სიკეთე უანგაროდ, რაც მთავარია. როგორც მე მახსოვს, Facebook-ზე შეგვიძლია რომ დაგიკონტაქტოთ. კი ბატონო. სოციალურ ქსელში ალბათ ქართული შრიფტით ერთად სიკეთე, ხო? ერთად სიკეთის. ასე რომ მიმართავ მაყურებელს, რომ თუ გადაწყვეტთ,
რომ თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენი გაწოდებული ხელი დახმარებისთვის თუნდაც ერთხელ იყოს გადაარჩეს სხვა ოჯახს და იმ ოჯახში თქვენ ბედნიერებას შეიტანთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გრძნობა იმდენად დიდ ადგილს დაიკავოს თქვენს გულებში, რომ თავად დაიწყებთ უკვე მრავალი ოჯახის მოძებნას და ქველმოქმედი ადამიანი გახდებით და არ დასრულდება ეს არასდროს. თავარი არის სურვილი, როგორც ჩვენმა სტუმარმა თქვა, ასე რომ შეგიძლიათ შეეხმიანოთ თათიას Facebook გვერდზე ერთად სიკეთე და გავაკეთოთ ერთად სიკეთე. მოკლედ დავემშვიდობებით ჩვენ სტუმარს და ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში. მოკლედ ვაგზელებთ საუბარს სხვადასხვა თემაზე. დღეს არის გულის სოფლიო დღე. და მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ მედიცინა ძალიან ბევრი კუთხით განვითარდა, არა მარტო ასე ვთქვათ პრაქტიკული, არამედ სამეცნიერო მედიცინაც და ექსპერიმენტალურიც რა თქმა უნდა, დღესდღეობით მაინც ამ ჩვენი ასე ვთქვათ ერთადერთი ძრავის პრობლემები ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და სიკვდილიანობის მიზეზითაც ასე ვთქვათ პირველ ადგილებს იკავებს ის ღერს პირველ ადგილს არ და ძალიან პრობლემურია თუ რა ღონისძიებებს მიმართავენ ზოგადად მეცნიერები და ექიმები იმისთვის რომ შეამცირონ გულის პრობლემები ზოგადად რა უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოებამ იმისთვის რომ ჯანმრთელები და უკეთესები იყოთ რა მავნე ჩვევები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოკლედ ამ ყველაფერზე უნდა დაველაპარაკოთ ჩვენ სტუმარს ბუნებრივია კარდიოლოგს ტარიელ ჭახიას მოგბრძანდით თუ შეიძლება დღემშვიდობისა მოგბრძანდით გამარჯობათ ესე იგი გულთან დაკავშირებით იმდენი კითხვა მაქვს პატა თუ გინდა დაიწყე და მე გავაკეთე არა იმდენი კითხვა თუ გაქვს დაგითხრა მაშინ გული მიგრძნობს რომ ხო პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად მაწუხებს არა მხოლოდ მე ჩემს ირგვლივ ადამიანებს არის გამოვლინება რომელიც ხშირად გვატყუებს ვერ ვხვდებით რა სიმპტომი აქვს გულს როცა მაგალითად ადამიანს რაიმე ესეთი პრობლემა აქვს და მივდივართ არასწორი გზით მოდით დავიწყოთ ასე თუ შეიძლება რომ თანმიმდევრულად მიყვეთ რა გამოვლინება უნდა შენიშნოს ადამიანმა რა სიმპტომი უნდა გქონდეს იმისთვის რომ მაგალითად მივმართოთ უკვე სპეციალისტს და ჩავიტაროთ სხვადასხვა პროცედურები კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის ძალიან სწორად აღნიშნეთ რომ ეს დავიწყებ რომ ნომერ პირველი მიზეზი სიკვდილის დედამიწაზე არის გულის იშემიური დაავადება ყველა სხვა მიზეზებს შორის მათ შორის არასამედიცინო მიზეზებს შორის კი ბატონო რომ ძალიან ესეთი აქტუალური პრობლემა არის რაც შეეხება გამოვლენებას მე ვეცდები აღწერო ეს თუმცა აქვე დავამატებ სანამ აღწერას დავიწყებ რომ მაინც ყველა ვარიანტში ექიმმა უნდა შეაფასოს ეს უბრალოდ თქვენ ჩემი აღწერის მერე მეტნაკლებად უფრო შეიძლება უფრო იეჭვოთ რო გულის პრობლემა გაქვთ ან ნაკლებად მაგრამ ყველა ვარიანტში და გეტყვით რატომაც იმიტომ რომ საერთოდ რაღაც 10%-ში საერთოდ ტკივილი შეიძლება არ გამოვლინდეს ისე დაემართოს ადამიანს გულის იშემების დაავადებიდან გამომდინარე სერიოზული პრობლემები ან კონდეს არატიპიური ტკივილი ანუ არადამახასიათებელი ტკივილი რაღაც პროცენტში სადღაც 9-დან 15% შეიძლება ისე განსაკუთრებით ასაკებში მაგრამ უმეტესობა შეექნება ესეთი სიმპტომები და ამას აღიწერთ ახლა ну გულის იშემების დაავადების გამოვლენა სტენოკარდია გამოვლენა და ინფარქტის გამოვლენა ხო კი ბატონო ეს არის ტკივილი გულმკერდის არეში რეტროსტერნალურად კერდის წვლის უკან გაშლილად არაერთ წერტილში არატიპიური არის გაშლილად ეს მთელი გულმკერდის გასწვრივ ან პირიქით კერდის წვლის უკან ზუსტად აი აქ კისერშიც ამოდის ხოლმე ტკივილი მოხრჩობის შეგრძნება ტკივილი შეიძლება გადმოვიდეს ყბებში ყურებშიც ძალიან ტიპიურია როდესაც გადადის მარცხენა ბეჭქვეშა არეში და მარცხენა ხელში ტკივილი დიახ უფრო ტიპიური არის თუ ორივე ხელში გადადის ტკივილი ეს იდაყვებში ეს ქვევით გადმოდის ხოლმე ну ეს არის ტიპიური კლასიკური აღწერა სტენოკარდიის როგორ ემართება ადამიანის სტენოკარდია თუ ესეთი სტენოკარდია უგრძელდება 20 წუთზე მეტხანს ну შეშ დიდი ალბათობაა რომ ინფარქტი ჩამოყალიბდეს ესე დროს და როდესაც ადამიანს ესეთი მსგავსი ტკივილია განსაკუთრებით აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ ხაზგასმით იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს
ტკივილის დაწყებიდან როდის მოხდება ექიმთან კონტაქტი, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩარევა, იმიტომ რომ თუ ჩვენ იმას დაუშვებთ, რომ იქ სიზარღვი შევიწროებულია ან დახურულია, სიცოცხლის უნარიანობა გულის კუნთს, რომელსაც ყვებავს ეს სიზარღვი, გააჩნია რაღაც სიცოცხლის უნარიანობა. ეს არ არის ხანგრძლივი, ხო? მიჩნეულია, რომ 6 საათამდე არის საუკეთესო დრო, რომ გადავარჩინოთ ის ქსოვილი, რომელსაც ის სიზარღვი ამარაგებს. თუმცა 24 საათამდე შეგვიძლია გავაკეთოთ პროცედურა და მაინც მინიმალური ზიანი მივიღოთ, მაგრამ რაც მალე მით უკეთესი, რაც დიდხანს არის სიზარღვი დახურული და არ მიეწოდება გულის კუნთს სისხლი, მით უფრო დიდია ზიანი. გულგუნებრივია კვება, როცა მოშლილია, იქ იწყება შიმშილი და კუნთი, რომელიც 24 საათი მუშაობს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ის ყველაზე პირველ რიგში ზარალდება ამით. ზუსტად აქედან გამომდინარე მაინტერესებს, კი ბატონო, ვიცით, რომ არასდროს არ ჩერდება, ხო, ეხლა ორგანოა, რომელიც არ ისვენებს. ეს და ალბათ ტვინი ნაწილობრივ და მაინც გვაქვს პრობლემები ამ ორგანოსთან, რომელიც გათვლილია მთელ ცხოვრებაზე. რა უწყობს პირველ რიგში ხელს იმას, რომ გულის იშემიური დაავადება და კვების მომარაგების დარღვევის გამო გვხვდებით. ეს ჩვენი ბრალია პირველ რიგში და ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორც ადამიანების ქცევის, ანუ არსებობს თუ არა სხვა ცხოველებებისაც გული უჩერდება პირველ რიგში და არა სხვა რაღაცები. თუ მაინც ეს გენეტიკურია და უბრალოდ გათვლილია, რომ აი შენ 60 წლის მერე გულიდან გამოიცვალო, გათვლილი იყავი სულ სხვა დროზე. გავიგეთ თქვენი შეკითხვა? კი ბატონო. აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვა. ორივე ფაქტორი არის. ჩვენი ბრალიც არის და არის გენეტიკური ფაქტორიც. ეს ხუთი მიზეზი არის მთავარი, რატომაც შეიძლება გქონდეს მაღალი რისკი გულსაყრთა დაავადების განვითარების. ეს არის წეველი, სიგარეტი, თამბაქოს მოხმარება. უბრალოდ ეს თამბაქო ყველაფერზე საზიანოა. გენეტიკა, გენეტიკური მიდრეკილება, ცუდი გენეტიკური დატვირთული გენეტიკის მქონე პაციენტები არიან ესეთი, როცა მაგალითად მამა, დედა, ბებია, ბაბუა გულის დაავადებები ქონიათ ინფარქტი და მიდრეკილება აქვს ასე უჯრედულ დონეზე მიდრეკილება აქვს ამ გულის იშემიური დაავადებისგან. ამას ვერ ვცვლით. ერთადერთი ფაქტორია, რომელზეც ჩვენ ზემოქმედება არ შეგვიძლია მოვახდინოთ. რასაც ჩამოვთვლი, ყველაფერზე შეგვიძლია მოვახდინოთ ზემოქმედება და ძალიან შევემციროთ რისკები. წეველი, გენეტიკა, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერქოლესტერინემია, ანუ მაღალი ქოლესტერინის დონე სისხლში. და ჭარბიწონა და შაქრიანი დიაბეტი უძილობა და სტრესიც მოქმედებს. ესეც ხო გენეტიკური წინასწარ განწყობის. ხო, შეგვიძლია მოდიფიცირება გავაკეთოთ. აი როგორ აი მაგალითად შეგვიძლია ქოლესტერინის დონე მოვიწესრიგოთ სისხლში როგორც ყვებით, ისე ცხოვრების სტილით და დავიხმაროთ მედიკამენტები. ასევე არტერიული ჰიპერტენზია შეგვიძლია ჩვენ დავირეგულიროთ წამლებით. ასევე ყველა დონეზე ყოველთვის ცხოვრების ჯანსაღი წესი თან უგზდებს ნებისმიერ რეკომენდაციას, ეს ჩავთვალოთ ესე ყოველთვის ესე არის. შეგვიძლია დავირეგულიროთ წნევა, არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი, შევწყვეტოთ თამბაქოს მოხმარება, გავხდეთ და ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ადრე დავიძინოთ და ნაკლები სტრესი. ეს შედის ჯანსაღი ცხოვრების წესში. ეს რომ ნორმალურად უნდა გეძინოს, ნორმალურად უნდა იკვებო. რაც დღესდღეობით ძალიან რთულია, იმიტომ რომ გაჯეტებმა ძილით წაგვართვა. ვერ ვიტყოდი, რატო არ რთულია, ძალიან თვითრთულებ თორე. გაჯეტებმა ბოსტეოლის წაგვართვა სოთაშორის. ბატონო? არაფერი. ჩართვა ქონდა ხუმრობის. იცით რა მაინტერესებს? გარდა გენეტიკური ფაქტორი რო დავივიწყოთ, რა საკიდან უნდა მივაქციოთ განსაკუთრებით გულის დაავადებებს ყურადღება? მამაკაცის შემთხვევაში და ასევე ქალბატონების შემთხვევაში. ესე ასაკი არა აქვს, როგორც წესი, უფრო ზოგადად, უფრო ასაკიანი ადამიანის დაავადება, თუმცა მამაკაცებს ალბათ 40 წლიდან ზევით უკვე უფრო ხშირად სტატისტიკურად ეწყებათ ეს პრობლემები და ქალებს მენოპაუზის დადგომიდან უფრო ხშირია გულსაყრთა დაავადების პრობლემები, იმიტომ რომ ის ჰორმონები სანამ ნორმალურად მოწესრიგებული აქვს, კარდიოპროტექტორული თვისებები აქვს და იცავს ქალებს. და მამაკაცის შემთხვევაში პილენობა რატოა უფრო ადრე დაწყებული? იმიტომ რომ მავნე ჩვევები უფრო მეტი აქვს მამაკაცებს თუ სავარაუდოდ ხო, აი ზუსტი პასუხი მაგაზე არ არსებობს. უბრალოდ ეს არის სტატისტიკა, სავარაუდოდ
აი თუნდაც იმის გამო რომ ხალებს ეს ესტროგენები სხვადასხვა ჰორმონები იცავს თვითმთავრების განვითარებისკენ და კაცებს უფრო მეტი მაგნიჩვევები აქვს, უფრო რისკიანები არიან, უფრო ცუდ რაღაცებს ვაკეთებთ. ეს ჩვენი ბუნება არის, ანუ სხვადასხვანაირი ბუნები. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში თუ შეიცვალა სტატისტიკა დაუშვათ გულის დაავადებების და ადამიანის თანაარსებობის. უკეთესად ცოტა კონტროვერსიული პასუხი იქნება, ანუ ძალიან ბოლო რამდენიმე აწეული ძალიან წინ წავიდა კარდიოლოგია, ძალიან წინ წავიდა. ხო, ტექნოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც ყველას გაგალბათ გაგიგიათ ხო კორონაროგრაფია, კორონარული სტენტი ხო? ეს ადრე წარმოგიდგენიათ, მე ვერც კი წარმოგიდგენი ადრე რო არ იყო ეს ვიცი გადმოცემით გამიგია როგორ უნალობდნენ, რა შობოდნენ ინფარქტიან ადამიანს, როგორ ეხმარებოდნენ, რომ რაღაც წამლებს ასვენდნენ და სადაც დაემართებოდა ინფარქტი, იქვე აჩერებდნენ არ ამოძრავ. ნუ კატასტროფა იყო, რა ხარ რო წარმოვიდგინოთ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა მხოლოდ აი ამ ტექნოლოგიამ, რომ ჩვენ შევძელით გულის სიზარღობამდე ჩავსულიყავით იქ დახურული ბარძაყიდან თან ბარძაყიდან ძალიან შორი გზიდან ხო ნუ დაიხვეწა ეს ტექნოლოგიები და გამოიგონეს რაღაც 80-იან წლებში მე დაიხვეწა წინ წავიდა და ჩვენ შეგვიძლია ეს დახურული სიზარღობე გავხსნათ და ფაქტობრივად თუ დროულად იქნება ჩარევა გაკეთებული ადამიანი არ დაზიანდეს აი ამ ინფარქტისგან ეს მივახციეთ. მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც მედიცინა განვითარდა, წინ წავიდა ბევრი ადამიანი გადარჩა, მოსახლეობა ცოტა დაგვიბერდა. და ამის ხარჯზე გაიზარდა ავადობაც. ოღონდ ეგ ცუდი არ არის იდეაში, იმიტომ რომ ნუ ახლა ჩვენ არა ვართ უკვდავები მოიხსენებათ და როცა ვერდებით ბევრი რამე ფუჭდება ჩვენს ორგანიზმში და ნუ არის შეუცვლელი პროცესები, ნუ ბოლო-ბოლო არ შეგვიძლია ჩვენ მუდმივად ცხოვრება და ამიტომ ეს დაბერებული მოსახლეობა და ამათი ავადობა ცოტა სტატისტიკას აფუჭებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ განვითარება არ არის, რომ პირიქით არის ეს ინგლისში კაკრას რომ განვითარდა, დაიხვეწა მედიცინა, წინ წავიდა, ამის გამო მოხდა საშუალო სტატისტიკური ადამიანის უფრო დიდხანს ცხოვრობს, ვიდრე ადრე ცხოვრობდა და შესაბამისად ასაკიან ადამიანს უფრო მეტი პრობლემები აქვს მერე სადაც ჩამოთვალე. ანუ თქვენ გულისხმობთ უბრალოდ იმას, რომ ბუნებრივად უკვე მართლა რომ დავძველდით, მაშინ მივდივართ და არა დაუშვათ ჯანღონით სავსე და ნუ ესეთი ტენდენცია არის. ყველა სამწუხაროდ ყველა ესე არ არის, ზოგჯერ სხვადასხვანაირად ხდება, მაგრამ ტენდენცია ესეთი არის. გაიზარდა რიცხვი, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზიის, მათ შორის გულის შემოქმედი დაავადებების, ოღონდ ამის ხარჯზე, რომ უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანი და რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს, აი მაგალითად 90 წლის ადამიანს უფრო მეტი შანსი აქვს, რომ გუსტავდა დაავადება კონდეს, ვიდრე დაუშვათ 50 წლის ადამიანს, ხო? პროფილაქტიკის მიზნით რამდენჯერ უნდა მივიდეთ წელიწადის განმავლობაში, იმიტომ რომ გამოკვეთილი, როდესაც არის დაავადება, გავიგეთ რა უნდა გავაკეთოთ. მაგრამ აი რომ დავიზღვრიოთ თავი, იმიტომ რომ პრობლემას თავიდანვე რომ კისერში ხელს წავავლებთ, მოგვარებადია და რატო ვიცით მაგალითად, ხშირად ქართველებმა ამის აი გადავადება, აი ეხლა მივალ, იმიტომ რომ ბევრი რამ შეიძლება იყოს განმაპირობებელი ამ შემთხვევაში. მე დაუბრუნდები პირველ შეკითხვას, ხო, რა გამოვლენა აქვს გულის დაავადებას. ერთი არის ყველაზე მთავარი ტკივილი კონკრეტში და კიდე ასე საკმაოდ მნიშვნელოვანი ჰაერის უკმარისობა და ადვილად დაღლა, ტოლერანტობის შემცირება ფიზიკურ დატვირთვაზე. აი ეს სიმპტომები თუ გამოგვივლინდა ჩვენ უნდა მივმართოთ ტექნიკით. ეგეთი რამე არ არსებობს, რომ წელიწადში რაღაცა პრევენციის მიზნით რომ მივიდეთ შეიძლება. პრევენციაზე თუ გნებავთ სხვა რამებს უფრო მნიშვნელოვან რაღაცებს გეტყვით. ანუ გულზე არ არის მნიშვნელოვანი თუ არ არის სიმპტომი ესე იგი ესე გამოდის. გარკვეული ანალიზი რომელიც განსაზღვრავს ვართ თუ არა საფრთხის წინაშე. ან ეს მე მგონი ინფარქტზე ეხება თუ აი მე რაც ჩამოგითვალეთ რისკ ფაქტორები ერთ-ერთი არის ქოლესტერინის მაღალი დონის სიცხში, ხო? ნუ რაღაც ასაკის მერე 40 წლის მერე ყველა მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოს ეს ანალიზი, რომ უბრალოდ იცოდეს როგორი ქოლესტერინის დონე აქვს სიცხში, იმიტომ რომ არსებობს ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ძალიან მაღალია, ექსტრემალურად მაღალია, ეს გენეტიკური დაავადებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ეს და ნუ თუ ესეთი მდგომარეობა არის, განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისთვის ეს მნიშვნელოვანი, ვისაც მამა ან პირველი რიგის ნათესავები ძალიან ადრეულ ასაკში დაეღუპა ან ქონდა მსგავსი პრობლემა.
სხვა მხრივ რო გითხრათ რომ რაღაცა ესეთი სქემა უნდა კონდეს ან ჩამონათვალი გეგმა უნდა კონდეს ამ დროს ასე მივიდეთ არ არის. უბრალოდ 40 წლის მერე რაღაც ანალიზები უნდა ვიცოდეთ ჩვენს სისხლში ქოლესტერინის მაღალი არის თუ არა და ნუ რაღაცა ზოგადი მდგომარეობა, ზოგადი ორგანოების მიხედვით ირკველი ფილტვები, ღვიძლი, როგორ მდგომარეობაში ეს მონაცემები უნდა კონდეს. რაც შეეხება პრევენციას, უფრო მნიშვნელოვანი სხვა ვიდრე დაუშვათ გეგმიური ვიზიტი ექიმთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა გადადო, როდესაც ტკივილი გაქვს, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ არ დაელოდო გამივლის სხვა რამეა, ბეჭია, ბრონხებია, კუჭი მტკივა, კუჭი ამოვირეცხე, რაღაც ნუ ეგეთი სიგიჟები. ხო, იმიტომ რომ კუჭი ტკივათ ხოლმე და გონიათ რომ გული ტკივათ, ესეთი ბევრი ბუნებრივია, ნახეთ, დიაფრაგმა ყოფს გულს, გული დევს დიაფრაგმაზე და ქვევით კუჭია. ძალიან ახლო არის და ხანდახან ტკივილი არის ეპიგასტრიუმში, როდესაც გულის პრობლემაა და ამიტომ გონიათ რომ კუჭი ტკივა და შეიძლება მიიღოს აი ეს მაგალითად წარმალი აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე ადამიანო თვითმკურნალობით. კუჭი რეცხავენ ესე დროს ხოლმე ძალიან ხშირად შეგვიძლია რომ კუჭი აი მოწამული გონიათ საკუთარი თავი და სოდიან წყალს ვამე კუჭი. ანუ ეგეთი სიგიჟები არ უნდა ვაკეთოთ, ყველაზე კაი პრევენცია ეგ არის რომ აქტივდა რაღაც, ანუ დაიზღვიეთ თავი, ეს არ არის სახუმარო ამბავი. ანუ ფეხი რო აქტივდეს და ხელი რო აი ნუ მაინც და მიხვიდე იქით, მაგრამ გული ძალიან არ პატიობს ესეთ შეცდომას, დროის დაკარგვას არ პატიობს და ძალიან შეიძლება ფატალური, ძალიან ცუდი შედეგები შეიძლება დადგეს. შეიძლება ვთქვათ, რომ როდესაც საკუთარ რაღაც მანქანაზე ზრუნავთ და წელიწადში ერთხელ ტკდათვალიერებაზე დაგვყავს და ჯარიმდებით ამისთვის, მით უმეტეს საკუთარ ორგანიზმს როცა ეხება წელიწადში ერთხელ უბრალოდ ვივიდეთ და გავიკეთოთ რაღაც ანალიზების მინიმუმ. აბა ცუდი არაფერი არ არის, კი, შეიძლება ესე გაკეთდეს, თან განსაკუთრებით მე რაც თქვი ასაკი იმის მერე რომ 40-ზე. უბრალოდ უფრო ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ, ეხლა მიზან ძალიან ბევრი ანალიზი არსებობს. ძალიან ბევრი გამოკვლევა არსებობს. ყველაფერს ხო ვერ გაიკეთებ. რაღაცნაირად ჭკვიანურად აი რა სადღაც ამ შეგაწუხა რაღაცა ეჭვი გაჩნდა. აი მაგალითად მამას ჰქონდა ინფარქტი, დედას ჰქონდა ინფარქტი, ან წნევები აწუხა და რაღაცა. მოდი გავისინჯები მე კარდიოგრამის გაკეთება იაფი. რაღაც ფიზიკურ დატვირთვაზე ისე ვეღარა ვარ, როგორც ადრე ვიყავი სიტყვაზე, ადულად ვიღლები, ქოშინი მეწყება, ცოტა დისკომფორტს ვხდობ. ხوار გავესინჯო ამ კუთხე და რაღაცა თორე ეს ყველაფერს ვერ გაიკეთებ, უბრალოდ მიხვიდე და თავიდან ბოლომდე შეემოწმე ეგეთ რამე არ არსებობს. უბრალოდ რამემ თუ აი ყველაზე ადეკვატური ქცევა არის. რამე ისეთი რეცეპტიც არ არსებობს უნივერსალური ხარმე რასაც. რამემ თუ შეგაწუხა მიდი ექიმთან და გაესინჯე რა გჭირს. გაღლა არსებობთ, ძალიან გაღლა ახსენეთ და ძალიან მნიშვნელოვანია, აი სულ ჯანსაღი ცხოვრების წესი გვესმის და ძალიან ბევრი ადამიანი სპორტით არის დაკავებული. აი ამ დროსაც რეკომენდაცია შესაძლებელია ვიღაცისთვის დატვირთვა 1 საათიანი, 2 საათიანი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიღაცისთვის საერთოდ არ შეიძლება და არ იცის ადამიანმა. ამ შემთხვევაში რა რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ ადამიანებმა, რომ აი თუნდაც დილის შვიდზე არ ვივარჯიშოთ, არ იყოს მისაღები, ან საღამოს ვივარჯიშოთ 9 საათით. ისევ დაბრუნდები სადაც თუ რამე გაწუხებს, მიხვდები შენ თვითონ, ანუ შენ თუ არ შეგიძლია დარბოდი დაუშვათ 1 კილომეტრ სიტყვაზე და პრობლემა არ ქონდა. შენ ახლა 100 მეტრი იდგინე და რაღაცა გაგაჩერა რა. ეს უკვე ესეთი ალარმი არის. შეიძლება ასაკის ბრალია დავიღალეთ. არა. თუ 1 კილომეტრს დარბოდი და მე 100 მეტრი ვერ გაირბინე, უცებ რაღაც ესე. შეიძლება ნელ-ნელა შეამცინო და 70 წლის ასაკში კი მიხვიდე მაგპემანდე, მაგრამ ახალგაზრდა შედარებით ახალგაზრდა საშუალო ასაკის ესე მკვეთრად შემცირდა და შენი ტოლერანტობა დატვირთვისადმი. ეს ერთ-ერთი სერიოზული ნიშანია, როცა უნდა მიხვიდე. და მე დავამატებ კიდევ ერთს განსაკუთრებით მშობლების საყურადღებოთ, იმიტომ რომ ჩემს მე მაქვს გამოვლილი ეს და ძალიან ცუდი არის, როდესაც ბავშვი დაკავთ სპორტზე და პედაგოგი გთხოვთ ყოველ წელს რომ მოიტანოთ ფორმასი, ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ფურცელი, ეს უნდა იყოს დამოწმებული ფორმასი, შემოწმებული უნდა იყოს ბავშვი, იმიტომ რომ შემდეგ გარკვეულმა პრობლემებმა არ იჩინოს თავი. ეს უნდა რომ გაითვალისწინოს. კი ბატონო, ნუ პირდაპირ ვეღარ თქვი, ხო? მნიშვნელოვანია ნამდვილად. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ პრეპარატები და ბუნებრივია ესეც ვითარდება, ხო? ანუ წლიდან წლამდე უფრო და უფრო ვიწრო მოქმედების პრეპარატები გვაქვს, რომლითაც დაუშვათ ადრე რაღაცას დალევდი, ყველაფერს შველოდა და აქედან ნახევარს არა. ხო, ნუ ვიცით რომ ყველაფერი, ნებისმიერ წყალიც კი რაღაც შემთხვევაში დიდი რაოდენობით საზიანოა. დღეს რა ხდება ამ მიმართულებით? ეგეთ წამებს ძალიან ეჭვის თვალით შეხედეთ ყოველთვის, რომელიც ყველაფერს შველის. ხო, ბუნებრივია. ეს შეაფერს აღშველის პრესალობ. ჯამში. ხო, არა, რა თქმა უნდა, იხვეწება და მიდის წინ და ესეთი საშუალებები გვიჩნდება, რომ უფრო უკეთესად, უფრო მეტი ინსტრუმენტი გვაქვს ჩვენი მიზნების მისაღწევად, ხო?
წყალი ბევრი არ შეიძლება, ცოტა მითი არის, ანუ იმდენზე მეც მაინც ვერ დალით დისკომფორტი თუ შეგექმნება და ძალით ისხამ, გასაგები არ შეიძლება, მაგრამ წყალი ერთი აი ჩვენი ფიზიკიდან გამომდინარე, ჩვენ მაგალითად 1-3 ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. მე ძალით არ უნდა დალიდო და თავი არ უნდა შეიწუხო ამ წყლით. სხვა მხრივ მნიშვნელოვანია ასევე ეს 5 რის ფაქტორი მე რაც ჩამოთვალე, ამათი კონტროლი ხდებოდეს და ეს თუ ჭკვიანურად მიუდგები ამ საქმეს ძალიან მიღწევადია და ძალიან ადვილია სინამდვილეში შეიძლება თუ დაგიდგინდა გულის შემოვლება დავადება რაღაც წრევები ან რაღაცა 3 თვეში ერთხელ 6 თვეში ერთხელ აი იმ საკითხს ვარ დავრო რამდენ ხანში თუ პრობლემა გამოგივლინდა მე თვითონ ექიმი გიწერს გრაფიკს რა დროს რა უნდა შეიმწო და ადამიანებს ვისაც გულის შემოვლება დავადებას უდგენ ჩვენ ვცდილობთ აი ეს 5 რის ფაქტორი ეს მოდიფიცირებადი რის ფაქტორები დაურეგულიროთ და იმის მიხედვით დავიბაროთ ვიზიტებზე მაგალითად არის რომ 1 თვეში ვიბარებ ხოლმე არის რომ 3 თვეში ვიბარებ არის როდესაც 6 თვეში ერთხელ ვიბარებ და ყველაზე დისციპლინირებული პაციენტი ყველაზე ნაკლებ დროს ატარებს ექიმთან შეიძლება წელიწადში ერთხელ დავიბარებ იმიტომ რომ კარგად მიდის ყველაფერი და არ ჭირდება ყოველწუთს რაღაცების გადამწყვეტი თუმცა როგორც ვახსენეთ სტატისტიკის მიხედვით პირველი დაავადება და ესე იგი რა ხდება უყურადღებობა ექიმთან დროზე მისვლა არა პრობლემა არის კი სამწუხაროდ მე ახლა მესვის და სულ პარალელს ვავლებ რასთან იცით აი რო ვერაფერს ვერ უზამ დავუშვათ ახალ ტელევიზორს რო იყიდე ბოლოში რო ინსტრუქციას ჩახედავ ამ დროს პირიქით უნდა გააკეთო იგივე ადამიანის შემთხვევაში ინსტრუქციას უნდა ჩახედო სწორად და მე ექიმის ინსტრუქციასაც სწორად მიყვე და როგორც თქვენ თქვით გაცილებით ნაკლებ დროს გაატარებ ექიმთან და იმ შენს რა დროც არ გექნება ცხოვრებაში გამოიყენებ თლიანად ცხოვრების ხარისხი ბევრად უკეთესი გექნება ცხოვრების ხარისხი გაცილებით მეტია ვიდრე რაოდენობა სანამ გავუშვებთ ჩვენ სტუმარს ბატონო ტარიელ თუ შეგიძლიათ გითხრათ როგორ უნდა მივხვდეთ აი მაგალითად ქუჩაში ან ოჯახის წევრს თუ ინფარქტის ნიშნები აქვს ან რა შეიძლება პირველადი დახმარების მიზნით გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ მე რაც მოვყევი დასაწყისში იგივე ანუ ტკივილი ინფარქტის პირველი ნიშანი ყველაზე გავრცელებული ყველაზე ხშირი არის ტკივილი კუმკერდის არეში მკერდის ძვლის უკან ზოგიერთს გონია რომ გული აქვს მარცხენა მხარეს ძუძუს ქვეშ არა მან არ არის გული გვაქვს ზუსტად შუაში აი მუშტი რო დავიდო ესე 1/3 მარჯვენა მხარეს იქნება 2/3 მარცხენა მხარეს იქნება ოდნავ დახრილი არის მარცხნივ წვერვალო აქეთ არის და წინ ასე წამოწეული ყველაზე ახლო წერტილი კუმკერდის ყაფასთან არის ეს წვერვალო სადაც თავდება და სადაც გუძნობთ გულისცემას და გონია გულისცემაში თავდება უკვე ძირითადი მასა არის შუაში და აქ არის ტკივილი პირველი ტკივილი ინფარქტის პირველი ნიშანი არის ტკივილი კუმკერდში ასაკიანებში დიაბეტიანებში შეიძლება გამოვიდეს ცოტა სხვანაირად რაც თავიდანვე ვახსენე არატიპიურად კონდეს ჰაერის უყარესობა ქოშინი ზეწოლის შეგრძნება დისკო იმდენად ფართე სპექტრი არის ეს ამიტომ ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ ხოლმე რომ არ ეცადოთ თქვენ თვითონ მიხვდეთ რა პრობლემა გაქვთ. უბრალოდ შეიძლება სერიოზულობა განსაზღვროს შენ რამდენად ახლო არის ის აღწერა რაც მე გავაკეთე შემდგომში ყოველთვის უნდა მიმართოთ ექიმის დანიშნულებას. მანამ სანაპირველადი დახმარება მოვა მაგალითად შეიძლება თუ რა გვეკრძალება მაგალითად შეხება გადაადგილება პაციენტის. ნახეთ არსებობს ეგეთი პირველად დახმარების ალგორითმი რომელიც ჩემი აზრით აი ყველამ უნდა იცოდეს სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ალბათ მე-5 კლასიდან არ ვიცი ყველამ უნდა იცოდეს ეს და თუ ეს იცი მიხვდები რაც უნდა გააკეთო როგორც უნდა გაწერილია ძალიან მკაცრად პროტოკოლი როგორ უნდა გააკეთო მაგრამ თუ მარტო ტკივილი აქვს ადამიანს აი ესეთ დროს არსებობს ხოლმე ეგეთ საშუალება ნიტროგლიცერინი რომელიც სიზარგუს საფართოებზე შეიძლება შეუმციროს ტკივილი მაგრამ მაინც ჯობია ხოლმე რომ ექიმს დაელო პირველი რაც უნდა გააკეთოთ გამოუძახოთ სასწრაფო დახმარებას და ექიმს მისცეთ საშუალება ძალიან დიდი მადლობა ესე იგი ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით რომ ვიცოცხლოთ დიდი ხანი და არ გქონდეს ხარისხიანად კი ბატონო ხარისხიანად მადლობა ჩვენ სტუმარს გაუფრთხილდით თავს მოусმინეთ თქვენს ორგანიზმს დავამშვიდობები ახლა სტუმარს და დავბრუნდებით რამდენიმე წუთში ეხლა
უნდა ვისაუბროთ შემოქმედებაზე, რაც მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ხანგრძლივი ცხოვრებისთვის, ვიზუალსაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაძლევთ თითოეული ადამიანი, ეს ქალი იქნება თუ მამაკაცი, იმიტომ რომ ჩვენი ორიგინალობა, ინდივიდუალიზმი ზუსტად ამით გამოიკვეთება და მე დარწმუნებული ვარ, ბავშვობაში ყველა ქალბატონს უყვარდა ხელსაქმე და ძალიან ფასდება დღესდღეობით ხელით შექმნილი ნივთები, იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ არსებობს უამრავი ტექნიკა, რომელიც ქმნის რაღაცებს და მარტივია, მაგრამ ხელით უფრო მეტი დრო ჭირდება და ფასიც შესაბამისი აქვს ამ ყველაფერს. სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ სამკაულების დიზაინერი ინგა მეგრელიძე. შუადღე მშვიდობის მოგწანდით. მოგესალმებით. ქალებისთვის უსაყვარლეს საქმეს აკეთებთ. ეს ჩემ ბავშვობას მერიდას. ვაიმე, უღრმესი მადლობა. აი სამყარომ საკუთარი გამომიგზავნა ინგას სახით. ინგა და მე მგონი გვაქვს ასევე შესაძლებლობა რომ დავათვალიეროთ. აუცილებლად, მაგრამ სანამდე დავათვალიერებთ, მე ვიცი რომ ხატვარი დიზაინერი ხარ და სამკაულების სფერო შემდეგ გადაწყვეტე და ეს არ არის მარტივი ხატვარმა აირჩიოს ეს მიმართულება და ძალიან შრომატევადია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რა ქვებს ვიყენებთ, როგორ ფერებს და ყველა მომხმარებელი იყოს დაკმაყოფილებული. მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე. მოგესალმებით ყველას, რა თქმა უნდა. ანუ მე ვარ ტანსაცმლის დიზაინერი. იმდენად მიყვარდა ყოველთვის სამკაულები, არა, ჩაცმაც ძალიან მიყვარდა, მაგრამ სამკაულები უფრო მიყვარდა. და ბებიამ, რომელსაც იმასაც ძალიან უყვარდა სამკაულები, მომაწოდა თავისი ძველი სკივრი და ეს რაღაცები პატარ-პატარა დეტალები და ესე დაიწყო ჩემი ესე ვქნათ პატარა სამკაულის კეთება. ნუ ეს რა თქმა უნდა ჩემთვის გავიკეთე პირველ რიგში. შემდეგ რო გავიკეთე, მოეწონა ჩემს სამეგობროს, მე მოეწონა უკვე მასას, ესე რომ ვთქვათ. რამდენი წლის იყავი პირველად რო გააკეთე? მე 11 კლასში. მე 11 კლასში. ოჰო, მაშინ არ იყო ესეთი ფუფუნება ამ კუთხით, რომ ხელით გვეკეთებინა და გვეტარებინა პილიუს. არა, ნამდვილად, მართლა ერთეულები აკეთებდნენ იმ დროს. მასალაც არ იყო, ხო, ესე აქტიურად ეხა როგორც არის. ძალიან ცოტა მასალა იყო და თან იყო უფრო ბისერები და პლასმასის რაღაცა დეტალები. ნუ მე ამ ბისერებით დავიწყე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ იყო მაშინ. ნუ ბისერების მერე იმდენად მინდოდა და უკვე ფანტაზიაც უფრო ბევრი იყო და უსაზღვრო იყო. ანუ თბილისში არ მოიპოვებოდა ესეთი მასალები, ნუ იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მცირე. გადავწყვიტე სტამბოლში წავსულიყავი, მეგობარმა მირჩია, რომ ძალიან დიდი არჩევანია. ვიყავი პატარა, რა თქმა უნდა, არ ვიყავი ესეთი. მაგრამ გავბედე და წავედი ბუნებრივი ქვების ჩამოსატანად. რაც იყო ჩემთვის სრული აღფრთოვანება, შოკი, იმიტომ რომ სრულიად ისეთ სამყაროში ავღმოჩდი, რომ აი რომელ ერთთან მივსულიყავი არ ვიცოდი. და საკმაოდ ძვირი ღირს ბუნებრივი ქვები. საკმაოდ ძვირი ღირს და თან იყო ისეთ ადგილზე მივედი, რომ იყო ჩემი სიმაღლეს და კიდევ უფრო მაღალი ქვები ესე 0 სართულზე იყო, რომელსაც ამუშავებდნენ ამ ქვებს, აი დავუხატავდი მაგალითად ფორმას, იქ ნუ რა თქმა უნდა ეს თანხებთან იყო დაკავშირებული, გამოჭრიდნენ ამ ქვას, მე კარკას შევუქმნიდი მაგალითად, აი ამ კარკაში უნდა ჩაესვა მაგალითად ეს ქვა. მე მიყვარს ძალიან მასიური სამკაულები. და ყოველთვის ვაკეთებდი მასიურებს, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში უკვე წამოვედი სინაზისკენ, ესე რომ ვთქვა, ორი ხაზი მაქვს, არის მასიური და არის ძალიან ნაზი. ინგა, მოკლედ, ანუ დიზაინერი ხარ, შესაძლებელი იყო, რომ თუნდაც უამრავი ლუკი შეგექმნა, ამ კუთხით თუ გიმუშავია, თუ არა და პირდაპირ გადმოხვედი აი სამკაულების შექმნაზე, ეს მივხვდით რამ განაპირობა, მაგრამ ნუ ალბათ 25 წელია მინიმუმ აკეთებ ამ ყველაფერს და რამხელა გზა გაქვს გავლილი და სირთულეები. ძალიან დიდი გზა გამოვიარე, მართალია, ტანსაცმელი ძალიან მიყვარდა. ისე გადავწყვიტე ჩაბარება ტანსაცმელზე, რომ სრულიად მოულოდნელი იყო ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ნამდვილად მოულოდნელი იყო.
ნახატი რო დავხატე, დედა მეუბნება, რომ ეს ალბათ კაპიროვკით გადახატე. შეუძლებელი იყო ბავშვს, რომელსაც ფანქარი არ აუღია, მან მოინდომოს და შექმნას ესე იგი ბუნებრივი ნიჭიკა. ნუ არ ვიცი, მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მთავარია. გვაჩვენებ ამ ჯადოსნურ სკილში რა კიდევს რა მოგვიტანე. ხო, თან ნახოთ და თან მე მაინტერესებს ქალბატონო ინა, თქვენ ახსენეთ, რომ თავდაპირველად იყავით სამოსის დიზაინერი, ხო? როგორ ფიქრობთ, რა ბატონო? გაწყვეტინებთ ეს თქვენ. აი, მეუბნესი მადლობა. ეს არის წელს ძალიან აქტიურია იაპონური ბისერი შემოვიდა, რომელიც უფრო ახლა და თუ შეგიძლიათ შავზე უფრო გამიჩნდა. ფერი არ გადასდის, წყალში შეიძლება ჩვეულებრივად გამოიყენო, არაფერი არ გადასდის საერთოდ. ისეთი ბისერია გამოსული იაპონური. ეს არის ბუნებრივი ქვებით და ნიჟარებით. ბუნებრივი ქვებით და ნიჟარებით. ბუნებრივი ქვებით ეს ამერიკიდან გამომიგზავნა მეგობარმა ნიჟარები და ნუ შეოქმენი ესეც ძალიან ესეთია. ეხლა როგორი ფერის აქსესუარია აქტუალური იქა? ანუ გვინდა არ გვინდა, ალბათ მოდის ტენდენციებსაც მაინც აქცევ ყურადღებას, გარდა იმისა, რომ შინაგანი სამყარო კი ბატონო, რასაც გთხოვს, იმას აკეთებ, მაგრამ ფერები არის მაინც მნიშვნელოვანი. გაგვიზიარე რა ფერებია აქტუალური? ძალიან აქტუალური პასტელური ფერები, ბაცი ყვითელი, ბაცი. რო გადმომივარდეს. წელს შევარჩიე ნამდვილად პასტელური ფერები, რაც თავარია. არაჩვეულებრივია. და ფიქრობ, რომ წარმატებული, ერთ-ერთი წარმატებული გამოფენა იყო წელს აჭარაში, ბათუმში. ბათუმში პირველად ქონდა გამოფენა, როგორც მეორე იყო 13 წლის შემდეგ. 13 წლის შემდეგ. თქვენი საუბრით, ჩვენ დავაშვალიო. მანამდე სად იყო პირველი გამოფენა, ესეც მნიშვნელოვანია. პირველი გამოფენა იყო თბილისში, თუსაიდში და აი იმდენი ადამიანი მოვიდა, მართლა გაოცებული ვიყავი ამ დღით, აი ძალიან წარმატებული. ანუ ნახეთ, დიზაინერისთვის არის უნდა მოვიდეს ადამიანები, რა თქმა უნდა, შეაფასოს და თან ეს ხო არის გამოფენა გაყიდვა. დიახ. ანუ გამოფენიდან რო 5 ნივთი დარჩება. 150 ნივთიდან ეს უკვე მე ვფიქრობ, რომ წარმატებული. ძალიან დიდი წარმატება, ეგ მართლა ხაზგასასმელია ეს ამბავი და ინგა, ასევე მნიშვნელოვანია ქვების აქტუალურობა. იმიტომ რომ ყოველ წელს სხვადასხვა ქვას ენიჭება უპირატესობა ფერთან ერთად. წელს რომელი ქვა არის აქტუალური და ყველა ქვა ატარებს ენერგიას. რა თქმა უნდა, ქვებს ძალიან დიდი ენერგია აქვს, მინდა გითხრათ. მართალია ზოდიაქოს ნიშნებით არ მივყვები ტენდენციებს ნამდვილად, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქვა, რომლისთვისაც ყველა ზოდიაქოსთვის შეიძლება იყოს ძალიან კარგი და აუცილებლად სატარებელი, არის აგატი, რომელიც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ იმდენაერი ფერი არის შიგნით. დაუმუშავებელიც და დამუშავებულიც ძალიან ლამაზია და ვფიქრობ, რომ ჩემთვის ყველაზე პირველია ეს. ნომერ პირველი. მეორე რომელი? სადაფი. სადაფი, აი მე აი ძალიან მიყვარს სადაფი. და რა თქმა უნდა, სამეულში უნდა შევიყვანო მარგალიტი არის უცვლელი. მარგალიტი უცვლელი და კლასიკა და მე მოკლედ დავათვალიერე აქ ყველაფერი შეძლებს დაგვარად მაყურებელსაც მივეცით საშუალება რომ დაეთვალიერებინა და ახლა დაუბრუნდები მე თუ შეიძლება ჩემს კითხოს თქვენი აზრი მაინტერესებს ესე იგი როგორც ვთქვი უკვე სამოსის დიზაინერი იყავით და შემდეგ გადაწყვეტეთ რომ სამკაულის დიზაინერი გამხდარიყავით მაინტერესებს როგორ ფიქრობთ ზოგადად რა დანიშნულება აქვს სამკაულს ანუ ვიზუალურ მხარეს გულისხმობ და შეუძლია თუ არა რომ ერთმა პატარა დეტალმაც შეცვალოს მთელი ჩვენი ჩაცმულობა. ერთ დეტალს შეუძლია საერთოდ შეცვალოს მთელი ლუკი. აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამკაულს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მე ვერ წარმომიდგენია ქალი სამკაულის გარეშე. ვერ წარმომიდგენია. აი ვფიქრობ, რომ განსხვავებული გემოვნების და ხასიათის მქონე
ქალბატონი ატარებს განსხვავებულ სამკაულს, აუცილებლად და გემოვნებიანს და ერთი დეტალიც მნიშვნელოვანია. შეიძლება ბევრს არ უყვარდეს რაღაცა გადატვირთული, მაგრამ ნაზი იყოს და ეკეთოს ერთი აუცილებელია ქალი. მე ვფიქრობ ადამიანებმა რომ ბალს მიაგნეს რამდენიმე ათასწლეულის წინ და პირველად ყურზე ჩამოიკიდეს. აი იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ეხლა მე ვიცი ბავშვობიდან რომ საჩუქარს რო გაჩუქებენო იქვე უნდა გახსნა. ერთი სული მაქვს ეხლა როდის ამოვიღებ ჩემს საჩუქარს, აი ლოგოც გქონია ხო ინგა საკუთარი. დიახ, ინგა მეგრელიძე ინგა. ვაიმე, ასაყვარელია ეს მარგალიტები. ჰემატიტი, მარგალიტი და მიუკი იაპონური ბისერი. ძალიან დიდი მადლობა. ეს მე მინდა გავამახვილო ყურადღება, თავიდან ან კითხვაც მიჩნდებოდა და თქვენთან უპასუხეთ რომ მე მივდივარ ჩემს დიზაინს ვაძლევ და იქიდან თლიან ქვებს. ეს უმეტესობას შეეხება და ბევრი სარგებლობს თუ არა ჩვენთან მაგით, რომ მიდიან და თლიან იმას რაც უნდათ. ვერა, იმიტომ რომ საკმაოდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. მაგრამ შედეგიც ხო სხვა. ძალიან სხვა არის, კი. მაგრამ ძალიან ვფიქრობ სამკაული რომელიც ქალბატონს უკეთია უნდა იყოს ნამდვილად აი ძვირადღირებული, შეუფასებელი, იმიტომ რომ ის სხვანაირად აი გამოიყურება. აი ის რაც არის მაგალითად მარგალიტი როგორ შეიძლება ჩაანაცვლო სხვა ვერასდროს ვერ ჩან და ძალიან ძვირია, ბუნებრივი ქვები ძალიან ძვირია. და ძალიან მძიმეც არ უნდა იყოს. ეხა იცი როგორი მსუბუქია, მე ვფიქრობ რომ საერთოდ ანუ რაც არ ვიცოდი კიდე ქვებთან დაკავშირებით, ანუ რო ჩამიყვანოს, იქ არის ძალიან ბევრი დამუშავებული, ანუ როგორ ვთქვა, არაბუნებრივი ქვები. ანუ ისეთი რაღაცები ვნახე ჩემი საკუთარი თვალით, რომ აი მეგონა რომ ქვა იყო და მე ვქმას მარტივად ბუნებრივი. ვერ გაარჩევდით ნამდვილად და იქ მასწავლეს, რომ აუცილებლად ლოყაზე უნდა მიიღოთ ზევით, რომ იყოს საკმაოდ ცივი. ქვა, რომელიც იქნება ნამდვილად ბუნებრივი. ანუ ლოყაზე არ ვიცოდი, მაგრამ ცივი რომ უნდა იყოს, ეს ვიცოდი. ინგა მოვლასაც ამბავია კამერით რო ჩახვიდი ალბათ. მოვლასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ენიჭება უპირატესობა. აბსოლუტურად ყველა ნივთს სჭირდება მოვლა განსაკუთრებით ბუნებრივ ქვებთან როგორ გვსაუბარი, იმიტომ რომ შეიძლება დაგვივარდეს და გატყდეს. ამიტომ ძალიან წყალთან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ ფერი არ გადაუვიდეს. თუმცა ბუნებრივს არა, ერთი კვირა შეგიძლია ჩადო წყალში, თუ იქ ფერი არ წავიდა მაგალითად ფერი არ შეიცვალა, ის ნამდვილად არის მინერალია. მაგრამ რაზეც არის აწყობილი, შესაძლებელია მაგალითად ის დავაზიანოთ. რა თქმა უნდა. და ასევე მნიშვნელოვანია ქვების გაწმენდაც ენერგეტიკული თვალსაზრისით. აუცილებელია ნამდვილად. იცით რა არის, მე ამბობდა და მეც რა თქმა უნდა გეთახვებით, რომ მარგალიტი არასოდეს არ კარგავს აქტუალურობას, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ აი ეს ჩემი ბავშვობიდან ხო ბავშვობაში ხშირად ვხედავდი ხოლმე ადამიანების ხელზე გიშერს, რომელმაც რაღაცნაირად ესეთი გულისწყეტით უნდა ვთქვა, რომ თითქოს დაკარგა აქტუალურობა. აი რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბუნებრივი ქვა გამოჩნდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდებში, რაც მანამდე არ ვიცოდით, და საერთოდ არსებობდა თუ არა. აი გიშერი რამდენად მოთხოვნადია. ძალიან მიყვარს, მინდა გითხრათ გიშერი, რა თქმა უნდა, ოდითგანვე მოდის ეს ქვა და არის ძალიან ისეთი დამცავი თვისება აქვს. ჩვენ ზოგადად არ ვაფასებთ, რაც გვაქვს. ანუ გიშერი გვაქვს ძალიან ბევრი. დიახ. ძალიან დიდ შრომას იმსახურებს გიშერის დამუშავება. მე მინახია მაგალითად როგორ ამუშავებენ და რამდენად საფრთხის წინაშე დგანან იქ მომუშავე ადამიანები და არ ვაფასებთ, თორე განსაკუთრებული ქვა მინდა ვთქვა გიშერზე. ძალიან კარგია, ვინც მოიხმარს და მუდმივად ასევე ძალიან მოთხოვნადია ამ ბოლო პერიოდში ვარდისფერი კვარცი, თის ბროლი და ავანტიურინი. ავანტიურინი, დიახ. ძალიან კარგი ქვებია, მაგრამ ნუ სიყვარულის ქვა, ყველას გვინდა რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და მოდი ქვის გარეშე გვიყვარდეს ერთმანეთი, მე ამას ვისურვებდი. მე ვფიქრობ, რომ ნუ რა თქმა უნდა რაღაც წვლილი არის ამ ქვებში, რა თქმა უნდა, მაგრამ
ისე უფრო გვიყვარდეს ერთმანეთი ქვის garaშე ჯობი. ინგა, ნუ ამ კითხვის garaშე ვერ გაგიშვებთ რა თქმა უნდა, როდესაც ესე აქტიურად ადამიანი ჩაფლული და უყვარს თავისი სფერო და ვითარდება და უკვე მეორე გამოფენა ქონდა ბათუმში, მაგრამ ამ წლების განმავლობაში უამრავი გამოფენა იყო დედაქალაქშიც. სამომავლო გეგმები რა გაქვს? აი იმდენად მოთხოვნადია ჩემი სამკაულები, მოგეხსენებათ სამ ბავშვთან ერთად ძალიან რთულია, გააგზავნო, გამოაგზავნო. აი ერთი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში მქონდეს ისეთი სტენდი, სადაც იქნება ჩემი ხელნაკეთი ნივთები და იმედია ვინმე დამეხმარება. წარმატებებს გისურვებთ, მოკლედ ჩვენი ოცნებების ახდენას და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, ულამაზესია, გულწრფელად გეუბნები, იმიტომ რომ სამკაულებს მე ძალიან დიდ ნიშნობას ვანიჭებ, სამკაულიც უნდა ატარებდეს ჩვენს ენერგიას და ასევე ვიზუალურად უნდა გვიხდებოდეს რა სიყვარულით არის შექმნილი გუშინ გავაკეთე, სწრაფად და სიყვარულით და ისეთ სიყვარულითაა შექმნილი და სოფო ვერწმება, სოფო გამიხსნილი. არა, ისე ბზინავს. სოფოს ძალიან უყვარს სამკაულები და მაინტერესებს ბზინავს. ხო, აი ეს რა ჩემზე დიდი წარმოიდგინეთ ვეებერთელა ქვა, რომელსაც აი ამუშავებენ, აი ასე დამცეცებ. პატარა კენჭება, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ხშირად ხდება ასეთი ვიდეოები. ჩვენ დავიტოვოთ ახლა ეს ყველაფერი კადრის მიღმა გავაგზავნოთ ამის გარჩევა. ინგას მადლობა ვუთხრათ, დავემშვიდობოთ. ნამდვილად მადლობა და დაგემშვიდობებით და ხვალ ისე პირველ საათზე შევხვდებით სხვა და მსგავსი თემებით რა თქმა უნდა. აბა დროებით ბედნიერად. კარგად იყო.